ეს არის წელი გამოღვიძების, იცოდეთ, უმართლებთ ადამიანებს, ვისაც აქვს ცხელი გული და ცივი გონება. როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას? ასტროლოგიაში არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც პირდაპირ შეესაბამება ჩვენს ფიზიკურ სხეულს. ეს პლანეტა არის აქტიური და იმ დროს რაღაცას უნდა მივაქციო მეტად ყურადღება? და მიდის ძალიან დიდი ხარჯვა მენტალური ენერგიის და მენტალური ენერგია ფიზიკურ ენერგიაზე უფრო მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე მედეგი ზოდიაქოს ნიშანი რომელია? რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ზოგადად არის მიდრეკილი და ყველაზე მეტი ექსპლუატაცია გაუწიოს საკუთარ სხეულს. რომელი არის ყველაზე ლაბილური სტრესისადმი ზოდიაქოს ნიშანი? კურო. მე? კურო სტრესი არ უყვარს. ვინ უფრთხილდება საკუთარ თავს, უთმობს მეტ დროს, გარეგნობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ მდგომარეობას? ექიმების საყვარელი პაციენტებიც არიან, ოღონდ სისხლსაც უშრობენ ექიმებს, იმიტომ რომ იქეთ ასწავლიან, ყველაფერს ჩახედულები არიან. ყველაზე პრანჭია ზოდიაქოს ნიშანი რომელია? ეპატაჟურები გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ შემოდის, სადაც შემოდის, გზნობ, რომ აი დედოფალი მოვიდა, მეფე მოვიდა, რავი, თავისი ამალით. არის თუ არა ზოდიაქს, რომელმაც პლასტიკურ ოპერაციას თავი უნდა არიდოს ზოგადად? ეს არის ესეთი ნებაყოფლობითი თემა არის. რისკებსაც შეიცავს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის, იმიტომ რომ ზომაწონა არ იციან. ჩემი პაციენტების დიდი რაოდენობა შესაძლოა ხუპები არიან. თუ ახალ წელს ცხენზე ამხედრებული შევხვდებითო, ფინანსური წარმატება გარანტირებული გვაქვს. სისულელე. რომ ადექით გამოდით კომფორტის ზონიდან და წლის ბოლოს შამპანურს დალევთ და იტყვით რომ რა მაგარია რომ გავრისკე და სად ვიყავი აქამდე. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ეს არის 2025 წლის ბოლო ეპიზოდი პოდკასტის. ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქამდე მოუყვებოდით და იმედი გვაქვს კიდევ გამოყვებით, მოიწონებთ ჩვენ არხს. ყველა წლის ბოლოს ვაჯამებთ ჩვენ გასულ წელიწადს, გინდა ემოციურად, გინდა ფინანსურად, სხვადასხვა მიმართულებებით და თან ვფიქრობთ მომავალი წელი რას მოგვიტანს, იმედებით ხვდებით წელს, რაღაც ახალი სურვილები გვაქვს, ახალი ჩანაფიქრები გვაქვს და ამ ყველაფერში ერთ-ერთი მიმართულება ბევრ ადამიანს ეხმარება, ეს არის ასტროლოგია და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ ერთ-ერთ გამორჩეულ ასტროლოგთან ჩვენი ქვეყნის, ცოტა ხანში მოგახსენებთ ვინც მყავს სტუმრად და შეიძლება ბევრ ადამიანს გამოგადგეთ სწორედ ის პატარა მიმართულებები, რასაც დღეს ჩვენი სტუმარი გაგიზიარებთ. მანამდე წარგიდგენთ ჩვენი ეპიზოდების ერთგულ სპონსორს აჰავას, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. ეს ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობაზე და მისი გამოყენებისას შედეგები გამოკვეთილად თვალსაჩინო, ასეთი აჰავა. ასტროლოგ სოფია ბზეკალავას მასპინძლობთ დღეს. მივესალმები სოფია, მადლობა რომ მოხვედი. წლის ბოლოა, მესმის, შენი პროფესიულადაც სამეგობრო წრიდან დაწყებული თუ რა ვიცი, ასე ვთქვათ, საქმიან წრეში ყველას რაღაცა, როგორც აღნიშნე, წლის ბოლოს აინტერესებს რა იყო კარგი და რას მომიტანს 2026, ხო? მე ვფიქრობ, რომ 2026 მე კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მომიტანს და ასე ვუყურებ ჩემ ცხოვრებას, რომ ყოველ შემდეგ დღეს უფრო მეტი და მეტი სიკეთე მქონოდეს ცხოვრებაში. თუ კი ვიმსახურებ ამას ბუნებრივია. მოდი, გარკვეულ კითხვებს დაგისვამ და თან წავიყვანოთ ეს ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, გამომდინარე იქიდან რომ ემსახურებით ჯანმრთელობას, ჯანსაღ-ცხოვრებას, ჯანმრთელობა და ჰოროსკოპი, ჯანმრთელობა და ასტროლოგია, ხო? რა კავშირშია, რა პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია და როგორ ხედავ შენ როგორც ამ საქმის უდაო პროფესიონალი ამ დეტალებს, ასეთაც ახლა დავსვამ კითხვებს. პირველი რაც მაინტერესებს, როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას, სხეულს და ორგანოებს. არის თუ არა ამ 12 ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტულად რაღაც განმაპირობებელი რაღაც ჩვენი ორგანული სისტემების ფუნქციის თვალსაზრისით, სიჯანსაღის თვალსაზრისით და აქვე გეტყვი რომ მე ვარ კურო და პატარა კაი რაღაცები როცა გაგახსენდება მითხარი ხოლმე. მადლობა კიდევ ერთხელ სოფია რომ ასევე მივესალმები ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში. თავში ვიტყვი იმას რომ კურო იმართება ყელით და კუროს ნიშნი დაბადებულ ადამიანებს ყველაზე სუსტი აქვს სახმო სიმები და ზოგადად ასტროლოგიაში ასევე ყელი დაკავშირებული არის საკუთარი ემოციების იდენტიფიკაციასთან. იმიტომ რომ ყელში ბურთი გამეჩხირავ რომ ამბობენ,
არ უნდა დავთრგუნოთ ეს ემოციები. თუმცა ყველა ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ორგანოებს შეესაბამება, ოღონდ უფრო შორს რომ წავიდეთ და ცოტა უფრო ისეთი არაგავრცელებული ინფორმაცია გითხრათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა კავშირია ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და ასტროლოგიას შორის და მედიცინას და ასტროლოგიას შორის თუნდაც. პირველ რიგში აქ არის ესეთი კავშირი, რომ ასტროლოგია ეფუძნება კარმას, კარმის პრინციპი არის ინკარნაციის პრინციპი, ანუ რეინკარნაციის პრინციპი. რეინკარნაციის პრინციპით ადამიანი როგორც სული ამ ქვეყანაზე მოდის ყოველ ჯერზე საკუთარი მოთხოვნით, გამოცდილების მისაღებად. და დედამიწა ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ გავსხეულდებით და რომ გავსხეულდებით, ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ ზუსტად ემოციური შეგრძნებების კუთხით და ჩვენი სხეული არის უმთავრესი ინდიკატორი, იმიტომ რომ ადამიანის სხეული დამტკიცებული ფაქტია ესეც, რომ იმახსოვრებს ინფორმაციას. შეიძლება ტვინმა დაივიწყოს, გონებამ შესაძლოა დაივიწყოს, თუ ეს ემოცია ძალიან მძაფრია, მაგრამ ფიზიკურ სხეულში ეს, ასე ვთქვათ, ფიზიკურ სხეულს ეს ამახსოვრდება და ინკარნაციების მანძილზე სული რასაც გადის ყველაზე მძაფრი ემოციები, სადაც არის და პირველადი ინსტინქტი ადამიანის დაცულობის ინსტინქტია და სადაც არის ეს აღქმა, რომ ჩემი დაცულობის ინსტინქტი მორღვეულია, მე დაცული არ ვარ სამყაროს წინაშე და არასწორი იდენტიფიკაცია ხდება ემოციების, სულის ინფორმაციულ ველში ეს ინახება და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიბადებით, მთავარი პრინციპი რატომ ვიბადებით, ზუსტად ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ ემოციურ მოცემულობაში, სხვა სხეული, სხვა მოცემულობით, სხვა ეპოქაში, იმიტომ რომ ეპოქებიც და მოცემულობაც დამეთანხმებით ალბათ განაპირობებს, ხო, ჩვენს აღქმებს და ემოციურ აღქმებს განსაკუთრებით. გავიაროთ კიდევ ერთხელ და ეს ემოცია სხვანაირად დავინახოთ და მივხვდეთ, რომ ეს ჩვენ აღარ დაგვანგრევს და შესაბამისად ყოველი ინკარნაცია შეიძლება ითქვას არის level up, ესე ვთქვათ, იმისთვის რომ შენ იყო ბევრად უფრო ჯანმრთელი და რომ იყო ჯანმრთელი, ამისთვის საჭიროა შეცვალო შენი ემოციური აღქმები. ყველაფერი მაინც აღქმებია ემოციური. რა საინტერესო. მაგრამ ეს თუ ინკარნაციას და რეინკარნაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენი მიმდინარე გამოცდილება უნდა იყოს პოზიტივით სავსე და ზევით აღმავალი, ხო? და რა პირიქით რაღაცა გლახა ამბებში ოღონდ ეს ადამიანის არჩევანია. რა თქმა უნდა. კი. ყოველდღიურობაში ჩვენ რა მოვლენებსაც უყურებთ, ჩვენს თავს რაც ხდება. ჩვენ გვაქვს არჩევანი როგორ აღვქვამთ ემოციურად, ხო? ამ ყველაფერს, ანუ გვეშინია, ვისტრესებით, მარტივად უყურებთ მაგალითად. ეს ყველაფერი კიდე მიმულია საგვარეულო სისტემაზე. იმიტომ რომ პირდაპირ კავშირია ასევე სული რატომ ირჩევს კონკრეტულ საგვარეულო სისტემას. ჩვენ საგვარეულო სისტემას იმიტომ ვირჩევთ, რომ სულს სჭირდება სხეული. ჩვენი საგვარეულო სისტემით ჩვენ როგორც ბიოლოგიურ არსებებს გვეძლება სხეული, ხო? ჩვენ ვართ ჩვენი წინაპრების ნაწილი და საგვარეულო სისტემა არის ძალიან საინტერესო სისტემა, ცოცხალი სისტემა. ამას წინათ წავიკითხე, ადამიანი არის ენერგია, ადამიანი იღებს ენერგეტიკულ გამოცდილებას, თუ ენერგია ღებულობს ადამიანის ფორმას გამოცდილებისთვის. მე მგონი ჩვენ მართალი თქვენ სწორად აღნიშნეთ და მე მიყვარს ეს მიმართულება, თუმცა ასტროლოგიაში ჩახედული არ ვარ დიდად, მაგრამ ეზოთერიკა მომწონს, სულიერებაზე მუშაობ, რამდენი შემიძლია და გარკვეული რაღაცა გამოცდილება ცხოვრებაში მეც დამიგროვ და ამ მიმართულებით. სხვაში ვცდილობ ყოველთვის ახალ რაღაცას მივეტანო და მივაყურადო, რომ გამოვიყენო ის და მე მგონი მართლა ენერგია ვართ, მე მგონი კი არა თუ გამოცდება ენერგია ვართ. ბიოქიმიური არსებები ვართ. კარგია, ცეცხლოვანი წელი არისო, დგება 2026 წელიო, ხო? ცეცხლოვანი და ენერგიული ადამიანები თქვენი შეხედულებით, რომელ წლებში იბადებიან? მე მაგალითად ჩემი თავი მიმაჩნია ზედმეტად ენერგიულად და 75-ში ვარ დაბადებული. ანუ ეხა აი 2026-ში ვინც დაიბადება, რა პროტოტიპები ყალიბდება? საოცარი ბრძოლის უნარიანობა ექნებათ, საოცარი ამბიციები ექნებათ და განსაკუთრებით ის, ვინც დაიბადება აგვისტოს შემდეგ პერიოდში უკვე, იმიტომ რომ ცოტა უნდა გავყოთ ეს წელი, ძალიან ისეთი რაღაცნაირი ორსახოვანიც იქნება, შეიძლება ითქვას. აგვისტოს მერე ვინც დაიბადება, იქ იქნება განსაკუთრებული უნარები, ესენი არიან მომავლის ადამიანები, ისინი მომავალში ალბათ შექმნიან მსოფლიო პოლიტიკურ კლიმატსაც, მინდა გითხრათ, ვინც ახლა იბადება, საოცარი ბავშვები მოდიან, საოცარი ნიჭიერებით გამორჩეულები, თუმცა ძალიან ამბიციურებიც ასევე. და ისინი მოდიან ზუსტად იმისთვის, რომ უნდა იყონ ახალი სამყაროს სინათლის მეომრები. და ძალიან ენერგიულები იბადებიან სხვათა შორის, იმიტომ რომ ცხენი თავისთავად ენერგიულია, თუმცა ასევე ძალიან ენერგიულია ვეფხვი, ძალიან ენერგიულია დრაკონი, ძალიან ენერგიულია მაიმუნიც, ასევე, ანუ ეს ხალხი მე რომელ წელს ვარ დაბადებული? 75 წელი კატაკურდღელია. კატაკურდღელი ცოტა პასიურია. ოღონდ იცით როგორი ტიპია? ლავირება შეუძლია. თუ მომინდა კი, ანუ რაღაცა ინტუიციური ადამიანები არიან. ოღონდ რომ გითხრათ ისე რომ
ხმალამოღებული ბრძოლა უყვართ, დიდად არ უყვართ, უფრო დიპლომატიურად ურჩევნიათ რაღაცების მოგვარება. სოფია, ესეთი კითხვა მაქვს, რომელი პლანეტა რას მართავს? მაგალითად, ღვიძლი, გული, თირკმელი, ფილტვი, აი როგორ არის ეს პლანეტა არის აქტიური და იმ დროს რაღაცას უნდა მივაქციო მეტად ყურადღება? ეგეც არის გააჩნია ხა ტრანზიტში მაგალითად თუნდაც სიტყვაზე მერკური, როდესაც არის რეტროგრადული, უფრო მეტად არის მომატებული აი სასუნთქი გზების მაგალითად ესე ვთქვათ ალერგიული და თუნდაც ერთი დაავადება, იმიტომ რომ მერკური ფილტვებია. არა მხოლოდ, იმიტომ რომ ერთი პლანეტა ძირითადად ბევრ ამას მართავს, ფილტვებსაც მართავს ახლა მერკური. ხელები, აი ეს მაჯები, წვრილი საყრდენი მამოძრავებელიც მერკურია და ასევე არის წვრილი ნერვული სისტემაც ზოგადად. ღვიძლზე პასუხს აგებს იუპიტერი. ნაღრის ბუშზეც ნაწილობრივ. ნეპტუნი პასუხს აგებს ლიმფურ სისტემაზე. არა მხოლოდ, ხოლოდ ასევე ნეპტუნი ზოგადად პასუხს აგებს გენეტიკურად გადმოცემულ ფსიქოსომატურ დაავადებებზე, მათ შორის ლიმფა ზუსტად ეს არის, ლიმფური სისტემა და მისი პრობლემები. ურანი პასუხს აგებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, უმეტესად სისხლძარღვებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ასევე, თუმცა აქაც ცენტრალურ ნერვული სისტემა, ანუ ესეთი კომპლექსურია. მარსი პასუხს აგებს ყველაფერზე, რაც ძირითადად ეს უფრო არის თავი და სახის ძვლები. ძირითად შემთხვევაში ამას ასე ვთქვათ, ამაზე აგებს პასუხს, ასევე მარსი ყველანაირ ანთებით პროცესს ნიშნავს ასტროლოგიაში. ანუ რაც კი ანთებითია, ყველაფერი მარსია, რაც წითელია, ეს წითელი პლანეტა. პლუტონი პასუხს აგებს ონკოლოგიაზე, ყველაზე ცუდი მისი ესეთი გამოხატულება, რაც არის ერთ-ერთი მოთამაშე ონკოდაავადებულებთან სამწუხაროდ, მიდრეკილებებისაც აქვს, ოღონდ არა მხოლოდ პლუტონი. პლუტონი პასუხს აგებს ასევე ყველა დაავადებაზე, რომელიც უკავშირდება ინფექციურ დაავადებების, ესე ვთქვათ, რაც გადის და ნუ პლუტონის ორგანო ზოგადად არის შარცასქესო, ესე ვთქვათ, სისტემა. იმუნური, საერთოდ ზოგადად იმუნიტეტზეც ასევე ზოგადად პასუხს აგებს პლუტონი. ვენერა კუროს მართავს მათ შორის, ვენერა პასუხს აგებს ყელზე, ფარისებრი ყელი, ნივთიერებათა ცვლა ზოგადად, შაქრის დოზა, მაგალითად აი შაქრის ცირკულაცია, შაქრის დონე, ესეთ გლუკოზა თუ არ ვცდები, ამაზე აგებს პასუხს. მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა სხვა შორის ასტროლოგიაში, იმიტომ რომ მთვარე ზოგადად ჯანმრთელობის თემა არის, ნახეთ, იმიტომ რომ მთვარე ასტროლოგიაში პირად ჰოროსკოპში ეს არის ადამიანის პირველადი აღქმა უსაფრთხოების შეგრძნების, რა მომენტში და სად გრძნობს უსაფრთხო თავს. აქედან გამომდინარე, მთვარე პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჩვენ თუ თავს გრძნობთ სტრესში, მაშინ ვავადდებით, ხო, უსაფრთხოდ სადაც არ გრძნობთ თავს. ანუ პირველ საწყისია ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემების მთვარე. ამიტომ მთვარე ზოგადად აგებს პასუხს ფსიქოსომატიკაზე და ემოციურ განწყობებზე. თუმცა ასევე კუჭნაძალზეც. ანუ მთვარე არის პირდაპირ მომნელებელი სისტემა და კირჩხიბებს კუჭი აქვს სუსტი, სხვათა შორის კირჩხიბს მთვარე მართავს და ეს არის კუჭი მომნელებელი სისტემა. სხვათა შორის მერკური ასევე პასუხს აგებს გარკვეულწილად მომნელებელ სისტემაზეც, იმიტომ რომ მთვარესთან ერთად მერკურიც არის, ოღონდ ნაწლავებია იქ უკვე, ნახეთ? აი მთვარე არის უშუალოდ კუჭი და იქ გამავალი. ანუ ნერვული დაბოლოება, ემოციური ჭამა მაგალითად, ხო? აი როდესაც გვეშინია სტრესში ვართ, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ვიკმაყოფილებთ ხოლმე ამ ჩვენს ემოციებს, ეს უკვე მთვარის ფუნქციებია. და მე მგონი მეტი არც ერთი ზოდიაქოს ნიში, არც ერთი პლანეტა არ არის. ყოველ შემთხვევაში მთელი მუღამი ამ ყველაფრის არის ის, რომ იმ პლანეტა, რომელიც აქტივშია, იმ დროს არსებულ ორგანოთა სისტემას უფრო მეტი ყურადღება დაუჭირს. უფრო მეტად, კი, გეთანხმებით მაგაში. და ადამიანს რაც აქვს პირად ჰოროსკოპში გამოკვეთილი, მაგალითად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რა პლანეტაც გმართავს, ის ორგანო შეიძლება იყოს უფრო ცოტა მეტად მიდრეკილი ამ გარკვეული სისუსტისკენ. თუმცა მაინც როგორც მედიცინაში დამეთანხმები, ყველაფერი არის კომპლექსური და ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, როცა უსვამთ დიაგნოზს. ძალიან დიდი მადლობა, სწორი შეფასება იყო ნამდვილად. ეს არის ასტროლოგიაში ზუსტად. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე მედეგი ზოდიაქოს ნიშანი რომელია? აი ყველაზე ისეთი ჯანსაღი, თუმცა ეს პირობითია, მაგრამ ალბათ არის. არსებობს, რა თქმა უნდა. მორიელი. ასტროლოგიაში არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც პირდაპირ შეესაბამება
ჩვენს ფიზიკურ სხეულს და ჩვენი ფიზიკური სხეულის გამძლეობას. და ეს არის ორი ნიშანი, ეს არის მორიელი, ეს არის ვერძი. ვერძი და მორიელი ორივე ძალიან ენერგიულია, ვერძები საერთოდ ძალიან ენერგიულები არიან, მაგრამ მორიელს აქვს სასიცოცხლო ენერგიის ძალიან დიდი მარაგი, ზოგადად, რესურსი. კი, რესურსი ძალიან დიდი აქვს. და ემოციური რესურსი. მიხვდით, ანუ შეიძლება ფიზიოლოგიურად ესე თვითონ აგებულებით არ იყოს ძლიერი ადამიანი, თუნდაც დამორჩილი იყოს, შეიძლება მაგას ხო არ განსაზღვრავს არა სიცოცხლის უნარიანობას, მაგრამ ემოციურად, შინაგანი ემოციური, ესე ვთქვათ, დამოკიდებული, როგორ აღიქვამს კრიზისს, როგორ აღიქვამს მოვლენებს, ხო? ანუ ეს არის ესე იგი მორიელი და ვერძი. ვერძი და მორიელი, კი. თუმცა ამასთან ერთად გამორჩეულები და არსებობს ესეთი სტატისტიკაც სიცოცხლის უნარიანობიდან ყველაზე მეტი, აი ხანდაზმულ ასაკს რომ გადააბიჭა ადამიანები იბადებიან თხის რქის ნიშნით, იმიტომ რომ ასევე თხის რქა ძალიან გამძლეა. თავისი ბუნებით, ამტანია ძალიან, მაგრამ მორიელთან ვერცერთი ვერ მივაიცოდეთ. თავისთავად მორიელის ნიშნით დაბადება, იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშანი შენი საგვარეულო სისტემის პირველ რიგში ჯანმრთელობის ოქტომბერი, მეორე ნახევარი ნოემბერი. ჩემი ძმა მორიელი. კი, ძალიან გამძლეები არიან. ხო, მორიელს აქვს ყველაზე საინტერესო რა? მას შეუძლია თავიც გაინადგუროს და სხვებიც გაანადგუროს. ოღონდ ფერფლიდან აღსდგეს ასევე შეუძლია. საოცარი ტრანსფორმაციის უნარი აქვს. მე მორიელებს შორის ვიცი ადამიანები, რომლებმაც ონკოლოგია დაამარცხეს. ყველაფერს გაუძლეს და ფეხზე დადგნენ, მაგრამ თვითონვე შეუძლია საკუთარი თავის განადგურებას. ეს არის მისი უკიდურესა. აი ადამიანები არიან უკიდურესობები. სიმძაფრეები. კი, სიმძაფრეები უყვართ, კი. თუ მათ ცხოვრებაში არ არის კრიზისი, მათი ორგანიზმი პოულობს მერე კრიზისს, ანუ აპროვოცირებენ ორგანიზმით. თუ მოწყენილია, შეიძლება დავად გახდეს, რომ მერე ეს უნდა გადალახოს ეს ჯანმრთელობის პრობლემა. დაძლევის პროცესში და ბევრისთვის უნდა იყოს მერე მაგალითი, იმიტომ რომ პლუტონი მართავს მორიელს და ეს არის საოცარი ტრანსფორმაციის პლანეტა და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მასშტაბური ენერგიის მქონე პლანეტა. მორიელებს მოვეფერეთ. კარგი, და პირიქით ენერგეტიკულად სუსტი და შედარებით ვისაც ჭირდება მეტი ძალისხმევა, რომ თუნდაც ფიზიკური ძალისხმევა, რომ თვითონ და ამ ძალით უფრო გააძლიეროს საკუთარი თავი და არა აქ ესე კარმულად. რა თქმა უნდა, ტყუპები პირველ რიგში აუცილებელია, რომ მეტად მოუფრთხილდნენ საკუთარ უფრო ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ტყუპი არის ცოტა ნერვოტული ნიშანი. სულ მოძრაობაში ეს რაღაც საინტერესო უშფოთავს, აანალიზებს. საერთოდ ტყუპები და ქალწულებიც ასევე მომატებული გონებრივი აქტივობისკენ არიან მიდრეკილები და ადამიანი რაზე ნერვიულობს, როდესაც მომავლის ეშინია და წარსულზე დარდობს. ანუ ისინი არ ცხოვრობენ აწყვაში, კი ბატონო. და მიდის ძალიან დიდი ხარჯვა მენტალური ენერგიის და მენტალური ენერგია ფიზიკურ ენერგიაზე უფრო მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში. სულ თუ სტრესში ხარ და მუდმივად შფოთავ, არ გძინავს ელემენტარულ უძილობისკენაც არიან ხშირად მიდრეკილი და ამიტომ ძირითადად მერკურის ნიშნებს ურჩევდი, ნუ შფოთავთ. იცხოვრეთ მომენტში. კარგია სოფია, გავაგრძელოთ, ესე იგი, რადგან ვახსენეთ ჩვენ მაინც ესე ენერგეტიკულად შესუსტებული მხარეები, ზოდიაქოს ნიშნების, მათ შეიძლება მოეწონოთ ყავა. ხო, ჩვენ გვაქვს ესეთი გერმანული ბრენდი მელიტა, მე მიყვარს ამის ღილაკების დაჭერა თან ტელეფონზე. ტელეფონზე შევდივართ აპლიკაციაში და შენ გაგიმასპინძლდები ახლა. ჭიქაც არის როგორ სპეციალურად. და ტელეფონიდან, თუნდაც საწოლიდან, სხვა ოთახიდან შეგიძლია ესე, აი, ძალიან მარტივი მოქმედებით, ესე. და კუროს როგორ უყვარს კომფორტი? კურო არის დივანის ადამიანი. უბრალოდ ეს მე მგონი ჩართული არ არის, ხა ჩართავდა. სხვათა შორის ყავის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნებიც არსებობენ, რომ იცოდეს. მოდი მითხარი რომელია ყავის მოყვარული? აი, განსაკუთრებით მორიელს და ვერცს უყვარს ყავა. იმიტომ რომ ეს ენერგია, ყავის ენერგია, სხვათა შორის ვიცოდი, საკვებსაც თავისი ენერგია აქვს და ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს და პლანეტებს შეესაბამება ასევე. ყავა არის პლუტონის და აი მარსიანელების და პლუტონიანელების. თუმცა კუროებსაც უყვართ, იმიტომ რომ კურო თავისი ბუნებით არის გედონისტი. ოღონდ ყავა გემრიელი უნდა იყოს. ტრუხა ყავა არ მიყვარს მე. ხო, გემრიელი. კურომ იცის ყველაფრის გემო. ნახე რა შვება? ისხება თავის. სანამ დაისხება, მართალი ხარ, აი, შენთან რამოდენიმეჯერ მქონდა საშუალება ცხოვრების მანძილზე მომესმინა შენთვის ტელევიზიიდან თუ სტუდიიდან და ყოველთვის რაღაცა შემართებით მივდივარ ხოლმე სახში. მიხარია. ახალი ეს კუროს ესე რა, სასიამოვნო. თან გვიყვარს ჩვენ ის აი ეს მოფერება ესე შინაგანად ეგო ივსება და ძალიან უყვარს, კი, აი ხო ჩაკეთო. კარგი.
აი რომელი დღეს სამყარო არის სტრესული ძალიან 21 საუკუნე ზოგადად სტრესის საუკუნეა და ყველანი ვცდილობს რაღაცნაირად ავერიდოთ ამ სტრესს, გავერიდოთ, ავირიდოთ, რა ვიცი, მაგრამ მაინც სტრესულია. რომელი არის ყველაზე ლაბილური სტრესისადმი ზოდიაქოს ნიშანი? კურო. მე? კურო სტრესი არ უყვარს. არა, ხო, არ მიყვარს ხო მესმის, მაგრამ ოღონდ იცით როგორ არის კუროც ზოგადად თუ საშუალებაა ყველანაირად აირიდებს სტრესს, მაქსიმალურად აირიდებს. მაგრამ თუ ისე მოხდა რომ უწევს რომ სტრეს თვალი გაუსწოროს, დიდი ბოინგივით არის, აი თუ ერთი აკრიფა ენერგია, როგორც ბოინგს ჭირდება, ხო იცით, დიდხანსმიფრი. აი კუროს აქვს ეს მომენტი, რომ ტანკივით არის ენერგეტიკულად, მე ისეთი გამძლე ხდება. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. ნახეთ, ჩვენ გვაქვს 12 ზოდიაქოს ნიშანი. ყველა ზოდიაქოს ნიშანს აყავს თავისი ანტაგონისტი. ეს არის შენი ჩრდილი. რეალურად შენში ეს ენერგია არსებობს და საჭიროც არის რომ არსებობდეს, გარკვეულწილად ისი ლატენტური პრინციპით რა. კუროს მოპირისპირე ნიშანი არის მორიელი და მე ხშირად ხუმრობ ხოლმე რომ გამორიელებული კურო ისეთია, თუ მორიელი ჩართო თავის თავში, თავის ჩრდილი მიიღო. ვერავინ ვეღარ დაუდგება მერე წინ, ვერანაირ სტრესი ვეღარ შეეშინებს, თუ ერთი გაბრაზდა. ანუ თუ მორიელი, მისი ანტაგონისტი ნიშანი მიიღო. ძირითადად არ იღებს. მიხვდით როგორ წესი, იმიტომ რომ მიიღო რას ნიშნავს, ანუ ეს არის მიიღო. შენი ჩრდილია, ნახე, ის თვისებებია, რომელიც შენს თავში გჭირდება რომ მიიღო, რომ შენ ეს უნარები გაქვს. ოღონდ რაღაც გარკვეულწილად შეფუთული მდგომარეობით, კი. და კუროს ჭირდება თავის თავში ეს ენერგია მიიღოს, იმიტომ რომ ნახეთ ეს ანტაგონისტი ნიშნები არის ერთი მთლიანობის ორი მხარე. კუროს მორიელი ჭირდება, მორიელს კურო ჭირდება. მორიელი კრიზისის ნიშანია. ჭირდება რომ უბრალოდ ხანდახან გაჩერდეს და დაინახოს როგორი ლამაზია ცხოვრება, რაც კურო მიცის, კურო გემოსატანს ცხოვრებას, ხო რეალურად კუროებს უყვართ რომ იცხოვრონ დღეს და ახლა გემო ჩაატანონ. მორიელი სულ იბრძვის, არასდროცალია იმისთვის რომ გაჩერდეს და შეხედოს რა მაგარია, რა ლამაზია, რა გემრიელია, ხო? ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავის მოპირისპირე ნიშანი ყავს და შესაბამისად ხა კურო ერთის ხრივ არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს სტრესი, მეორეს ხრივ თუ რამე მოულოდნელ სტრესში აღმოჩნდა, ძალიან დიდი ხანი ინელებს ამ ყველაფერს. ეს არ არის რომ დღეს დავისტრესე და ხვალ გამიარა, დიდხანს აი როგორ აგიხსნათ, როგორც ღრუბელი იწოვს თითქოს და დიდი ხანი ჭირდება, ჯერ რომ გააცნობიეროს რომ ამ სტრესში მოხვდა და მერე კიდე რომ ეს სტრესი გაუშვას, დიდი ხანი ჭირდება, ეს ფიქსირებული ნიშანია და ძნელად იღებს და ძნელად უშვებს. მეორე ნიშანი, რომელიც სტრესის მიმართ საკმაოდ ლაბილურია, ეს არის კირჩხიბი. ოღონდ კირჩხიბი დრამას დადგამს მაშინვე. ანუ ძალიან გამოხატავს ამას. ძალიან ემოციური, ყველას დაიხმარებს, ყველას ჩართავს, ყველას გააგებინებს, მოკეთ რომ ის რაღაცა სტრესში იმყოფება და კიდე აი ნაკლებად ვისაც ესე ვთქვათ, ნაკლებად ვინც უძლებს სტრესს და ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ამ ადამიანზე სტრესი და ურჩევნია რომ რაღაც გარანტიები ქონდეს, ეს არის ქალწული ასევე, რომელიც სულ ითვლის რესურსს იმისთვის, რომ ამე არ შეეშალოს. ნუ შეეშლება ავტომატურად ეს სტრესია და სულ ითვლიან რაღაც რესურსს, რომ გადავდგანაბიჯი, არ გადავდგანაბიჯი, ესე რომ გამოიწეს, იმიტომ რომ თუ ისე მოხდა რომ რაღაცა ვერ გათვალა, მე ისტრესება. და რომ ისტრესება, რომ აიცილოს სტრესი. ყოველთვის ცდილობს ხოლმე რომ გაწერილი და გათვლილი რესურსი გქონდეს, მათ შორის ადამიანური რესურსიც, რომ არ მოუვიდეს გადახარჯვაში. იმიტომ რომ გადახარჯვა არ უყვართ ენერგიის. მაქედან მოდი გავყვეთ შემდეგ თემას სოფია, რომელი ზოდიაქოს ნიშანი არის მეტად მზრუნველი საკუთარ თავისადმი. ვინ უფრთხილდება საკუთარ თავს, უთმობს მეტ დროს, გარეგნობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ მდგომარეობას, ვინ იხარჯება საკუთარი კარგი გაგებით კეთილდღეობისათვის. ჯანსაღად ვისყვარს საკუთარი თავი. აქაც არის როგორი მომენტი, იცი რომ ზოგადად 12 ნიშანს ურჩევდი რომ მოусმინო საკუთარ ორგანიზმს, აღიქვან საკუთარი ორგანიზმი, იმიტომ რომ ამაზე უფრო დიდი რესურსი არ გვაქვს ჩვენ. და მთავარი პრინციპი ეს. ერთხელ გვაქვს ეს, ხო? რა თქმა უნდა, კი. ამიტომ ჯობია იყოთ ემოციურად რეზისტენტული, როგორც ვამბობ მე, იმიტომ რომ ყველაფერი წარმავალია და არ ღირს რაღაცებზე ვიტარდოთ, მაგრამ ნუ ესე მარტივიც არ არის. იგივე ქალწული, ყოველთვის უთმობს დროს, ცოტა პანიკიორებიც არიან, მინდა გითხრათ, აი როგორც კი ოდნავ თავი წამოსწრება. რა თვეებია ქალწული? ქალწული არის აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის შუა პერიოდამდე, ვინც იბადება და ვინცაც ყავთ ახლა ოჯახის წევრი, გეცოდინებათ ალბათ, რომ აი სულ ამოწმებს, სულ დადის ექიმების სხვადასხვა ექიმების საყვარელი პაციენტებიც არიან, ოღონდ
სისხლსაც უშრობენ ექიმებს, იმიტომ რომ იქეთ ასწავლიან, ყველაფერს ჩახედულები არიან, ეს მედიცინის ნიშანია და თვითონაც ხოცულ დადის ექიმებთან და იმოწმებს და სულ ეჩვენება რომ აიმე ის ხوار მტკივა, აიმე რამე ხوار დამემართა და რაღაც. მაგრამ ასევე სულ იქექება თვითონ, სულ იკვლევს, სულ ერკვევა რაღაცებში, იშვიათად იპოვი ქალწულს რომ არ ერკვეოდეს რაღაცებში თავისითაც რა, ამიტომ ეს მედიცინის ნიშანი და ბუნებით მიდრეკილება აქვთ ამ ყველაფრისკენ, რომ რაღაცაში გაერკვენ, იქ მეცნიერებაში ქართული გენი ქართულისთვის დამახასიათებელი რაღაც ქართველისთვის რა ყველაფერი ვიცი. და ძალიან ისეთები არიან, ოღონდ უყვართ ხოლმე მე ექიმს შეუმოწმონ, გადაუმოწმონ, შეეპასუხონ, მაგალითად ის ახასიათებთ. კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ასევე ძალიან უთმობს ბევრ დროს თავის თავს, ოღონდ უფრო გარეგნობის კუთხით არის მისთვის მნიშვნელოვანი, კარგად გამოიყურებოდეს, ენერგიაზე იყოს, ეს არის ვერძი, ვერძები ხშირად ვარჯიშობენ, ფიზიკურად უყვართ ვარჯიში უყვართ ძალიან და ხა ვიცი ჩვენ რომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თუმცა ხა რო გითხრათ რომ ვერძი ეშინია ზოგადად ჯანმრთელობის კუთხით, არა, ნაკლებად ეშინია, ხა ქალწული შეიძლება ძალიან პატარა ამის დაპანიკდეს. ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უბრალოდ არ ცალიათ იმისთვის, ანუ ფსიქოსომატურად ძალიან ძლიერია. მეორე პლანზე აქვს გადაწყვეტილი. ხო, მაგრამ აი ვარჯიშობენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ მაგალითად. სხვათა შორის ვიტყოდი რომ კურო უვლის თავს, ოღონდ რა პრინციპით უვლის, იცით, კურო თავს, კურო არაფერს ზედმეტს ცხოვრებაში არ ჭამს, აი როგორ გითხრათ. იმდენად სწორი გემოვნური თვისებები აქვთ, რომ არასოდეს ცუდ საკვებს არ ჭამს. ურჩევნია შიმშილით მოკვდეს, ვიდრე ცუდი ჭამოს. ძირითად შემთხვევაში. ცუდს არ ჭამ არასოდეს, მაგრამ ბევრს გემრიელად კი. კი. თავარი ოღონდ არის ხარისხი, ნახეთ და ცხოვრებაში ზოგადად ხარისხიან საკვებს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას მიირთ მე. ანუ ეს არის პირველი მთავარი პრინციპი, თან კურომ უმეტეს შემთხვევაში იცის ზომაწონაც, იმიტომ რომ კურო ერთის მხრივ ითვლება რომ არის გედონისტი ნიშანი, მაგრამ აი ღორმუცელა რო გითხრა, ესეთი ღორმუცელა ნაკლებად, აი უფრო ღორმუცელები მშვილდოსნები არიან რომ იცოდეთ. მშვილდოსანს უყვარს თვალი ჭამს და თვალი ცხება და აი ბევრი მასშტაბი უყვართ მშვილდოსნებს, აი რაღაცა ბევრის ჭამა უყვართ, ბევრის დალევა უყვართ, აი მაქსიმალიზმისკენ, აი თუ ვინმე, აი თქვათ, მოხმარების კუთხით მაგალითად ხო, რაღაცას ბევრს მოიხმარს, ალკოჰოლს მოიხმარს, საკვებს, განსაკუთრებით აი მშვილდოსნებს დააკვირდით, ხშირად აქვთ ღვიძლის გაცხიმოვნება, იმიტომ რომ ცხიმიანი საკვები უყვართ, სუყე საკვები უყვართ, ტკბილით ძალიან უყვართ და თევზები კიდევ, იმიტომ რომ ეს ორი ნიშანი, ისეთი პლანეტები მართავს ამ ორ ნიშანს, რომ საერთოდ არ იციან ზომაწონა ამ ორ ნიშანს რა პლანეტებს მართავს, ამ პლანეტების არსში არ შედის წესები. მიხვდით, მშვილდოსანი არის ექსპანსიური, იუპიტერი მართავს, ბევრი, ყველაფერი ბევრი უნდა იყოს და ნეპტუნი ხო საერთოდ თევზებს რაც მართავს, საერთოდ იქ საზღვრები არ არსებობს, წესები არ არსებობს და ამიტომ ხშირად ხდება, რომ ეს ადამიანები ისე გადადიან არა ცუდი ცხოვრების წესში, მაგალითად, ხო? მოიხმარენ ჯანკი ფუდს, ეგრეთ წოდებულ სასმელს, აი თევზები განსაკუთრებით სასმელს. და როგორ იცი, აი ცოტა სტრუპავ და ამ ცოტა სტრუპავ პრინციპით შეიძლება ალკოჰოლიკად ჩამოყალიბდეს მერე საბოლოოდ. ნახეთ, ადამიანი, ანუ ვერც კი ხვდება ისე მიდის ამ ცუდი ცხოვრების წესისკენ. ამიტომ ამ ორ ნიშანს განსაკუთრებით ურჩევდი ზომიერებას, იმიტომ რომ ზომიერებაში ადაპტირებულები თუ არიან აი საწყისშივე ამ ტიპის ზოდიაქოს ნიშნები, მაგალითად რას ახსენე, თავხედური ქცევისადმი ჩვენ გვიდევს ის რესურსი, რომ თუ მე ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ და ესე თავხედობ ჩემი ჯანმრთელობის საწინამდეგოდ, მე იმის რესურსიც მაქვს, რომ ეს ვაკეთო. თუ რესურსი მაინც საფრთხილოა და ყველას ურჩევ, რომ ყურადღებით იყავი. აბსოლუტურად, მაგრამ ძირითადად ხარ ესეც ვაკვირდები, იმიტომ რომ მე ხშირად მიწევს, ვთქვათ, გავაკეთო პირად ჰოროსკოპში არსებობს სპეციალური სექტორები, რომელიც მიუთითებს სამ ფაქტორზე, ნახეთ, არსებობს ცხოვრების წესიდან გამომდინარე დაავადებები და პირად ჰოროსკოპში რომ ვიხედებით, მარტივად ჩანს იქ ადამიანი არის თუ არა მიდრეკილი რაღაცა კონკრეტული ცხოვრების წესისკენ, რომელსაც შეუძლია წლების მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემა წარმოქმნას. არსებობს გენეტიკურად გადმოცემული, ანუ გენეტიკური განწყობა. ეს სუბთა ფსიქოსომატიკა, პირდაპირ ვამბობ, ანუ თუ ემოციურ განწყობებს შევცვლით, იქ გენეტიკური დაავადებების 99% ამოღებულია. მოკეთ. და შესაბამისად არის კი რამოდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ზოგადად არის მიდრეკილი, რომ ყველაზე მეტი ექსპლუატაცია გაუწიოს საკუთარ სხეულს. თუმცა ძალებსაც სწრაფად აღიდგენს იგივე მორიელი. მორიელს შეუძლია აი საშინლად მოექცეს საკუთარ სხეულს, თუ ფსიქოლოგიურად, თუ ფიზიოლოგიურად. ანუ ექსტრემი მაგათ უყვართ, რა ვიცი, ესე ვთქვათ, მანქანის გიჟივით ტარება, ემოციური ექსტრემი, ყველანაირი ექსტრემი უყვარს მორიელს და ხშირად არის ხოლმე, რომ ზღვარზე დგას ამ კუთხით, ანუ არ უფრთხილდება. კი, ხშირად დგანა საში ზღვარზე, ძალიან ხშირად. მოდური ტიპები რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან? წამხედურა ტიპები უფრო, აი ხო, მიბაძვითი რაღაცა, რომ თავისას ნაკლებად დააკვირდება
ეხება სხვისას შეხედავს ის მოეწონება, ეს კარგია, აი ეს გარემოზე, მოდას და ტენდენციებს აყოლილი ტიპები არის ესეთი სხვა. არის. პირველი და მთავარი ნიშანი ეს არის ტყუპები. ტყუპები არის იმიტატორი ნიშანი. ამიტომ ეს არის მერკურის ნიშანი, ასტროლოგიაში მას მერკური მართავს და თავის დაუნებურად აკეთებენ ოღონდ ამას. იმიტაცია შეუძლიათ ფანტასტიურად. ან ბავშვებსაც რომ დააკვირდეთ, რასაც ამბობ იმეორებს. ძალიან კარგად ახერხებს body language-ის გამეორებას, ასევე დედარავსაც აკეთებს თვითონაც. კარგი მსახიობები იქნებიან. კი, კარგი მსახიობები არიან, ძალიან კარგი მსახიობები არიან. ტყუპის ნიშნით ასევე ძალიან ბევრი ჟურნალისტი იბადება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად შეუძლია დაგარწმუნოს, გადაგარწმუნოს, ეს ვაჭრობის ნიშანია კიდევ, მოკეთ, ჰერმესის არქეტიპია მითოლოგიაში, მაგრამ ტყუპს უყვარს, აი თავის დაუნებურად შეუძლია იყოს იმიტატორიც და მიმბაძველიც. აღონდა ამას სპეციალურად არ აკეთებს. უბრალოდ აი ესე გამოსდის რა. მაგრამ ძალიან კარგად შეუძლია დუბლირება, ყველაფრის დუბლირება შეუძლია სხვათა შორის, ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის. აი ჩემი პაციენტების დიდი რაოდენობა შესაძლოა ტყუპები არიან, იმიტომ რომ ტრენდებს აკვირდებიან, იმანის გაიკეთა, ამას გაიკეთა და იმას კი არ ფიქრობს მე რამდენად სასწორით სხვათა შორის. სასწორით სხვათა შორის. მაგრამ როგორ არის იცი, მან ყველაფერს კიდე განაპირობებს აი ეპოქალური მოცემულობა, იმიტომ რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი რაღაცა მიდგომები. მაგალითად, ხა თუნდაც მედიცინაში, ხო, 2026 წლიდან 8 წლიანი პერიოდი იწყება, სადაც მე რეალურად ველოდები, რომ მედიცინა გახდება ბევრად უფრო თავისუფალი და ბევრად უფრო პროგრესული. ბევრად თავისუფლებაში რას გულისხმობ? აი ყველა გაგებით სინათლის სიჩქარით განვითარდება სამედიცინო სფერო და ყველაზე წინ წამოიწევს ჩემი აზრით ზუსტად ისეთი ექიმების პრინციპი, რომელიც სიტყვით კურნალობს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ექიმი პირველ რიგში ვერბალიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მაგალითად ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორ მაწვდიან ინფორმაციას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით ადამიანის ჯანმრთელობის, რომ ფსიქოსომატიკა აქაც ნახეთ ჩართული. მაგრამ ისეც განვითარდება, ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი, სადაც მიდის ძალიან დიდი განვითარება წავა, ეს იქნება მედიცინა. ყველანაირად განვითარდება. და თავისუფალი გახდება რა კუთხით, რომ უფრო ბევრი მიდგომები იქნება, ბევრი მეთოდები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის AI შემოდის, რა თქმა უნდა და ჩვენ ველოდებით ზოგადად ასტროლოგები, მარტო მე არა, ბევრი ჩემი კოლეგას დამეთანხმება, რომ უახლოეს 100 წლეულში ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა იმდენად მოიმატებს, რომ ალბათ ეს 60-70 წლის ადამიანი ისეთი ახალგაზრდა იქნება რა, ჯელი. იმიტომ რომ ჩვენ რომ არ გქონდეს რეალურად სამედიცინო რესურსი დღევანდელ 21 საუკუნის ადამიანს წამლებიდან დაწყებული, ელემენტარული წამლებიდან დაწყებული და ელემენტარული, აი ყველაზე მარტივი კვლევებით დამთავრებული 40 წელი იქნებოდა ჩვენი საშუალო და ეხა კიდე განვითარდება უფრო მეტად. ანუ ჩვენ მეც ვერ გავხარშავდით რა, გამორიცხულია რა, მედიცინა გაცოცხლებს შენ რეალურად რა. ჯანსაღი წესი რაც და ირბინე ივარჯიშე იქ სადღაც რაღაცა დააკაკუნებს თუ არა მედიცინა შო დაბრედილი ხარ რა იმიტომ რომ ჩვენი ბუნებრივი რესურსი 85 წელზე არ არის გათვლილი სტატისტიკას რო გადახედო და აი ბებიებ წინა თაობა 100 წელი ცხოვრობდა ეს მისტიკა ეს სტატისტიკა არ არის იმიტომ რომ მაშინ სტატისტიკას არავინ არ აწარმოებდა და ბოლო 2 საუკუნეს რო გადახედო ძალიან ბევრი მითები გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა რომელიც აბსოლუტურად ცდება რეალობას და ბევრს სჯერა ამისი ყველაზე პრანჭია ზოდიაქოს ნიშანი რომელი აქსესუარები სამკაულები ლომი და სასწორი ლომი და სასწორი ეპატაჟურები გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ნუ ვიზუალურადაც რო შეხედო მე ვცნობ ხოლმე ანუ თუ ძალიან ისეთ შეხამებით აცვია სასწორს მიცნობთ იმით რომ შეხამებით აცვია ფერებს ძალიან კარგად მიქსავს და ძირითადად ნახევარტონები უყვართ იშვიათი ტიპოვი კი ანუ რაღაცა ის გარდამავალი დახვეწილად აცვიათ ყოველთვის ოღონდ არა ზედმეტად ეპატაჟურად აი ლომი ძალიან ეპატაჟურია ლომი ოქროების ტარება რაღაც ოქროს სამკაულები ანუ რომ შემოდის, სადაც შემოდის, გზნობ, რომ აი დედოფალი მოვიდა, მეფე მოვიდა, რავი, თავისი ამალი, რომ ვიზუალურად უკვე იქცევენ ყურადღებას და სხვათა შორის მერწყულის, ასევე ძალიან ეპატაჟური, ოღონდ მერწყულმა შეიძლება გაგაოცოს, უბრალოდ აი ესე შეხედო, შეიძლება ეს რაც, ვია როგორ აცვია, იმიტომ რომ ცოტა შოქში უყართ ადამიანების ჩაგდება თავისი ჩაცმა და ხო. მახსენდება ტიპები რა, ძალიან საინტერესო ისმევენ ხოლმე. ვინსაც კապთ, ეხლა მე არ ვიცი მათი ჰოროსკოპები არაფერი, მაგრამ შეიძლება ისე სამი ნიშანია, რომელსაც ძალიან უყვარს გარეგნობით, თავისი გარეგნული ნუ ლომი მაინც ლიდერია ესე. კი, ლომებს ძალიან ოქროსფერი უყვართ, ჭყიალა ტანსაცმელები, აქსესუარები, აი განსაკუთრებით ოქრო, აი დააკვირდით აქსესუარებით, აი თუ რაღაცა აქცენტს აკეთებენ აქსესუარებით, მამაკაცებიც მათ შორის, ხო? 10-დან 9 შემთხვევაში ლომია იცოდეთ, უმეტეს შემთხვევაში. კარგი, დისციპლინაში ვინ როგორ არის?
თუნდაც მაგალითად ჯანმრთელობის მიხედვა, რუტინულად სპორტი, რუტინულად ჩეკაპების გაკეთება, ვინ უფრო დისციპლინირებული? ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალწული არის ზუსტად ის ტიპი, რომელიც ძალიან დისციპლინის მოყვარული ტიპია. ცოტა შემაწუხებლადაც კი ხან და ხან, ანუ მანიაკალურად პედანტები არიან საოცარი. თხისქა ასევე თხისქას ბევრი ვერ შეეჯიბრება დღის დისციპლინის კუთხით, იმდენად დისციპლინირებული ხალხია და იმდენად პრინციპულად დისციპლინირებულები, ჯიუტად დისციპლინარული. ანუ მაგალითად თუ გადაწყვიტ არ მოვიდა პაციენტია მაგალითად, ხო? და აქვს რაღაც თავის წარმოდგენა რაღაცაზე, ხო? ვერ გადაათქმევინებ ვერაფრით. აქვს თავისი პრინციპული შეხედულება და მორჩა. ესე ესმის, ანუ მაგ ხრივ ძალიან რთული ხალხია. მაგრამ თუ შენ მისი დარწმუნება შეძელი და სხვათა შორის ძალიან აქცევენ ყურადღებას გამოცდილებას. ანუ ჩემ გამოცდილებას თუ მოვიდა ჩემ. ანუ ასაკზე გამოცდილებას, იმიტომ რომ თხისქა ეგეთი პრინციპი თუ ყურებს სტატუსის ნიშანია ზოგადად თხისქა სატურნი მართავს და თხისქა ესე ფიქრობს, რომ გამოცდილება პატარა ასაკში არ მოდის. ხა რაც არ უნდა შენ ენთუზიასტი ტიპი იყო, მაგალითად და ნიჭიერი, ხო? თხისქას ურჩევნია წავიდეს ძალიან ესეთი კონსერვატორი ხალხია და ურჩევნია მაგალითად ტრადიციულ მედიცინას მიმართოს, ვიდრე რაღაც ექსპერიმენტები ჩაატაროს, რაც არ უნდა უმტკიცო რომ ეს უახლესი რაღაც ის არის, მოკეთ. მაგრამ თუ გენდობა ბოლომდე მოყვება და ძალიან კონსერვატორია, აი შეიძლება გაერკვევა თემაში და გამოყვება. ოღონდ ითხოვს, უნდა გაარკვევა უცებად. სამაგერო ძალიან კარგი პაციენტები არიან, საოცრად თანმიმდევრულები. კარგი, ყველაზე პრაგმატული და ყველაზე თავქარიანი ორი გამოყავია, ბა? იცი რა, ყველაზე პრაგმატული ხალხი, პრაგმატული რამოდენიმე ნიშანია, პრინციპში იგივე ქალწული, ყველაზე პრაგმატულია ქალწული. ყველაზე პრაგმატულია, ქალწულს უნდა უთხრა 2x2, 4. აი ესე ზუსტად ეს კი. და რაც შეიძლება მარტივად უნდა მიაწოდო კიდე ინფორმაცია, ბევრი ესეთი ბლა ბლა ბლა, ცოტა ღლიით არ უყვართ. აი ვერას ვერ ვიტყვი თევზებს. ხა თევზების ნიშნის პაციენტი რომ მოდის, იქ რაღაც დაულაგო უნდა, რაღაცა ლამაზი ზღაპარი უნდა შეუფუთო, მიწოდების ფორმაც ესეთი უნდა იყოს, რომ სანამ იმას ეტყვი, რაც მართლა უნდა უთხრა, რაღაცაირი, რა ვიცი, იუმორი უნდა ჩართო სპექტაკლიდან, რომ გული არ გაუსწრდეს, ხო, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ხალხია, ანუ კიჩხიბებით შეიძლება ესე ითქვას. თავქარიანებს რაც შეეხება, ტყუპები ძალიან ხშირად არიან თავქარიანები. დღის ამბობს ერთხელ აკეთებს მეორეს და ავიწყდებათ ხშირად რაღაცეები, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რაღაცით არის მათი გონება მოცული, რომ ხშირად ავიწყდებათ. შილდოსანიც საკმაოდ თავქარიანია, დროის შეგზნება. არეულია. ხო, დროის შეგზნება არ აქვს. მაგალითად შეიძლება 2 საათი დააგვიანოს, სიტყვაზე თქვათ, ვიზიტზე არის ჩაწერილი შენთან და მოვა და ძალიან ბედნიერი სახით, ანუ რა დააშავა, არა უშავს ხდება ხოლმე, რა მოხდა მერე. მომავალ შენ დამიგვიანე გეტყვის რა პრობლემა. გარეგნობის თვალსაზრისით, როცა შენთან მოდიან კლიენტები, პაციენტს ეძახით თუ პაციენტებს ეძახით, ჩვენთვის ეს პაციენტები. ისე ყველანი პაციენტები ვარ, პაციენტი არა, სხვადასხვა მიმართულებებში. რა რჩევებს აძლევს შენ, მაგალითად, არის თუ არა ზოდიაქოს ნიშანი, ვინც კანს უნდა მეტად მიხედოს, თქვათ, არის თუ არა ზოდიაქოს, რომელმაც პლასტიკურ ოპერაციას თავი უნდა არიდოს ზოგადად. ეს ხო ნებაყოფლობითი თემა არის. რისკებსაც შეიცავს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის, იმიტომ რომ ზომაწონა არიციან. მაგალითად მორიელი. ერთხელ თუ გატესტა და ხშირად აქვთ მორიელებს და ვერწებსაც სხვათა შორის ძალიან ხშირად აქვთ თანდაყოლილი რაღაცნაირი კომპლექსები არ მოსწონთ, ის არ მოსწონთ, ეს არ ხომარი ხალხი რომელსაც, რა ვიცი, ხა აქ შეიძლება გარეგნობაში ხო ვის საკ იდეალური გარეგნობა, მაგრამ იღებს რა თავის თავს ეს ჰარმონიაში, ხო? ან ტკივილის ეშინია მაგალითად სიტყვაზე, იკუროს მაგალითად ტკივილის ეშინია ხო, ზედმეტ ტრავმას თავს არ რა თქმა უნდა, ამიტომ არანაირ პლასტიკურ ოპერაციაზე არ წავიდა, შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილის ეშინია და პოსტ პერიოდის თქვათ, როდის შეხორცდება მაგალითად მორიელი, პირიქით, მორიელისთვის აზარტია პირდაპირ გეტყვით ეგეთი რაღაცები. ტატუ ძალიან ბევრ მორიელს ნახავთ, ტატუები უყვართ, ანუ რაღაცნაირად თავის სხეულის მიმართ და აგდებული დავაკიდებული. მაგრამ თუ დაიწყო და აი მორიელის ნიშნით დაბადებულებს აუცილებლად გავაფრთხილებდი, რომ არ უნდა გათამამდნენ, იმიტომ რომ აი მოუკრეფა შეიძლება გადავიდეს, მართლა იმდენჯერ გაიკეთოს შეიძლება ეს ესე ვთქვათ პლასტიკური ჩარევა, რომ ვეღარ გაარკვევს უკვე. ანუ ხო უნდა შეაჩერო, იმიტომ რომ აზარტში შედიან, საოცარ აზარტში შედიან. სხვათა შორის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება შევიდეს აზარტში, ისევ და ისევ არის კურო, იმიტომ რომ აი კურო თუ მორიელისკენ წავიდა ენერგეტიკულად, აი ბავშვობაში ვთქვათ, ბევრი ანჯღრი ეს ვამბობ ხოლმე, რომ კურო უნდა გაზარდოს სიმშვიდეში, აუცილებლად, ადეკვატურ გარემოში, არ უნდა ანჯღრიო ხშირად იმიტომ რომ თუ ანჯღრია, მე მორიელის ენერგია აქვს და ეს შინაგანი ექსტრემის მოთხოვნილება აქვს და მე ხან თავის გარეგნობას ერჩის, ხან იქ, ხან ანუ სულ პოულობს ამ ექსტრემს რა. მე მინახავს მაგალითად, აი მაგალითს მოგიყვან თუ გინდა. დონატელა ვერსაჩე.
კუროა ზოდიაქოს ნიშნით. ვიცით რა მხელა პრობლემები ქონდა არასწორი ჩარევების გამო. არასწორიც არ იყო, მე მგონი რომ ბევრჯერ ზედმეტობა იყო ჩემი აზრით. ეგ ნიმუშია, ზედმეტობის ნიმუშია რა. კუროა ზოდიაქოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საშუალება ქონდა, რომ ფუფუნების სფეროში მაქსიმალურად ჯანსაღად საერთოდ უჩევდი ასევე ვერძებსაც არ გაგიტაცოთ. მე ახლა ზომიერ ფარგლებში ძალიან მივესალმე, იმიტომ რომ ხალი ყოველთვის ამაზე უნდა იყოს და რატომაც არა, მაგრამ კაციც. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზომა წონა საერთოდ მე მგონი ყოფილი საჭიროა ჩემი აზრით. ბაზარი არ არის 100% გეთახვები. მაგიტომ არ გაზედმეტი ხო? როცა ჩემთან მოდიან პაციენტები, ყოველთვის ვეუბნებია, უხსნი, უხე დღესაც მთელი დღე უხსნიდი, რომ ნელ-ნელა ეტაპურად მშვიდად გაანალიზეთ დაფიქრეთ. აბარა და მაშინ შედეგი იდება ფანტასტიკური, ვიდრე ქაოტურად, აბა აღარ მოდაწექი გაიკეთე. ორგანიზმისთვისაც სტრესია ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ეს სტრესი ბევრად უარესია, ვიდრე მიღებული შედეგი. მეც აი გეთახვები აბსოლუტურად მაგაში. სოფია მაგარია, მოდი რეკლამა წარვადგინოთ ისევ ჩვენი სპონსორი, იმიტომ რომ არა ისინი ჩვენი ეპიზოდები ასეთი კარგი არ გამოვიდოდა და მჯერა რომ კარგი გამოგდის. პოდკასტის სპონსორი აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავა ისრაელის წარმოების პროდუქტებს თავაზობს და ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. მივადექი ყველაზე საინტერესო ნაწილს სოფია შენ ახლა უნდა დაგხალო მე ბოლომდე და მე გავიშვა სახლში. ანუ მოდი მოკლედ 2026 წელი 12 ზოდიაქოს ნიშანი. ძალიან მოკლედ. აი შენ როგორც მე ჩემ პროფესიაში რომ მკითხო მოკლედ და კონკრეტულად ვიცი რა უნდა გიპასუხო. შენ ჩემზე უკეთ იცი შენ პროფესიაში რა უნდა თქვა. 12-ს მივცეთ რაიმე ისეთი რჩევა რაც შეიძლება უცებ სწრაფად დამახსოვდეს და მე გამოიყენო. რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს იმდენად პერსონალიზებულია მესმის. არა, პერსონალიზებული არ არის. თვითონ წელიწადი არის ძალიან турბულენტური და ძალიან სუყეა მოვლენები. მაშინ ზოგადად რაც მოვერიდოთ. კი. და მე ეს არის წელი გამოღვიძების, იცოდეთ, ეს იქნება გარდამტეხი წელი. ფაქტურად 12 ზოდიაქოს ნიშნი დაბადებული ადამიანს, იმიტომ რომ ჯერ ცეცხლოვანი ცხენია, ეს იშვიათობაა ძალიან ცეცხლის ტიქით რო შემოდის. მეორე ნუმეროლოგიად პირველია, ერთიანი არის, განულდი და იყავი ახალი მე. ეს ძალიან საინტერესო, ეს არის ახალი დასაწყისი, ეს არის მზის ენერგია, უამრავი ადამიანი ხა წლევანდელი წელი იყო ცოტა ესეთი დეპრესიული მომენტებში, გაურკვევლობები, შიშები, მომდენო წელი გამოღვიძება, იცოდეთ, განსაკუთრებით ზაფხულიდან მოყოლებული, мотиваციაც მოიმატებს, სულიც უმართლებთ ადამიანებს, ვისაც აქვს ცხელი გული და ცივი გონება. აი და ასევე უმართლებთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, აღარ იფიქროს მე არჩევანზე და საკუთარ არჩევანზე აგოს პასუხი და ამ არჩევანის შეყვარება ვისაც შეუძლია ასე. ზრდასრულ ადამიანებს გაუმართლებს ძალიან იმპულსური და მნიშვნელოვანი წელია. დიდი გარღვევები იქნება, სოფლიო შეიცვლება, შეიძლება ითქვას. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. ვერძი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, ვერძთან იქნება სტატუსის შეცვლა, ვერძი უნდა გახდეს ერთი დიდი მთლიანობის ნაწილი, ოღონდ ასევე არ უნდა დააკარგოს ინდივიდუალიზმი, ძალიან ბევრი დაოჯახდება, ძალიან ბევრი მიიღებს სტატუსს, ბევრი სამსახურებრივად მიიღებს ახალმნიშვნელოვან სტატუსს, ოღონდ ჩემი რჩევა არის ესეთი, რაც არ უნდა გაგაუფასრონ საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვათ, საერთოდ 12 ნიშანს ვეტყოდი, ეს არის წელიწადი, როცა იქნება დიდი და გრანდიოზული ოცნებების მოთხოვნილება, ოღონდ იქნება წინააღმდეგობების და არ დაყაროთ ფარხმალი, უნდა იმოძრაოთ, აუცილებლად, რომ ბევრთან იქნება შიშები. ვერ შევძლებ, არ გამომივა რაღაც. ვერძი უნდა შეეცადოს ასევე არ დაკარგოს თავი, არც პარტნიორულ ურთიერთობაში, რომ შანსი იმისა, რომ თავი დაკარგოს, დიდია, რომ იცოდეთ, რაღაცა ილუზიებში, რომ თავი დაკარგოს. კუროს რაც შეეხება, კუროსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ იწყება საკმაოდ დიდხნიანი პერიოდი, პირველ რიგში ეს არის კარიერული გამოწვევები. ოღონდ კუროსთან არის ესეთი მომენტი, რომ უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. აი საბოლოოდ უნდა გამოხვიდეთ. ერთი ფეხით გამოვედი, მეორე ფეხით დავრჩი, ეგრე არ ხდება. ყუროს უყვარს ცოტა ესეთი მომენტი, რომ იქ მოსინჯოს და იქ მოეწონა, ხო, მანე რომ იქ მოეწონა, მე გადაბარგდება რა. ეს წელიწადი არ გიტოვებთ, ხთი არ უტოვებს საერთოდ მე შანს კურო საერთოდ არჩევანის ნიშანია. ნახე და უყვარს ხოლმე რომ ნება აირჩიოს. წლევანდელი წელი ესე არ არის. ნახე, იმოძრავეთ, იმოქმედეთ, აქტიურად. ძალიან ბევრი ადამიანი კუროს ნიშნით დაბადებული, მოიშორებს საბოლოოდ მავნე ჩვევებს, აი წლების მანძილზე რო ვერ გამოვიდა, მოიშორებს საბოლოოდ შიშებს, რომლისგანაც წლების მანძილზე ვერ გამოვიდა, ვთქვათ, რაღაც არ გამომივა, ვერ შეძლებ არ რაღაცა, ბევრი დაიწყებს თავის ინდივიდუალურ საქმიანობას, საფრთხეში ძალიან ბევრი ადამიანი დაიწყებს თავის ინდივიდუალურ რაღაც
დეკლარირება საკუთარი თავის გააცნობს თავის თავს სამყაროს ინდივიდუალიზმის წელია. პლუს ძალიან ბევრი ადამიანი ასევე პირად ცხოვრებაში მიიღებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, ოღონდ აქაც კრიზისი უნდა იყოს ტრანსფორმაციით, მოდი ესე გეტყვით, კრიზისიც არ არის. ანუ მაგალითად შენი პარტნიორის გამო შენ გიწევს ცხოვრების წესშეცვლა. რაღაც მსგავსი ნუ კომპრომისი მოსულა, მაგრამ ანუ კომპრომისი იქნება საჭირო, ოღონდ ცოტა არაკომფორტული. მაგალითად, წავიდე შენი პარტნიორი გადაცხორდა, შენ სხვა გადაცხორდე. არ არის კუროსთვის ეს დიდად კომფორტული, იმიტომ რომ კურო ტყუპები არ არის ჩაყაროს ყველაფერი და გაიქცეს. კუროს უყვარს მოამზადოს, ნიადაგი უნდა იცოდეს, რა ვიცი, კარგ საჭმელებს უნდა ამზადებდნენ, რა ვიცი, კომფორტული გარემო, კომფორტული დივანი უნდა კონდეს იმ სახლში. ამიტომ ცოტა თავისებური წელი ვიტყვი, რომ აი კუროს ნიშნით დაბადებულებს, ვინც კლასიკური წარმომადგენელია კუროს, აი ცოტა გარღვევა იქნება საჭირო. ადექით გამოდით კომფორტის ზონიდან და წლის ბოლოს შამპანურს დალევთ და იტყვით, რომ რა მაგარია, რომ გავრისკე და სად ვიყავი აქამდე. ტყუპები ახალ community-ში, ახალ გუნდში ხვდებიან. მათთვისაც ასევე იცვლება პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, ოღონდ სრულიად ახლებული მოდის, აბსოლუტურად შეგეცვლება წარმოდგენა ურთიერთობებზე და შეგეცვლება საერთოდ სამყაროზე და სხვა შორის ტყუპებთან არის ძალიან საინტერესო წელი, რომ ვიღაცა საბოლოოდ დაიჯერებს ღმერთის არსებობას, მაგრამ ტყუპები სულ კითხვებს სვამენ და სტატისტიკის ნიშანია და როგორც ესე პირდაპირ გაგებით ღმერთის არსება ბოლომდე არ ჯერათ. მოკლედ სკეპტიკური ხალხია და ისეთი წელიწადი აქვს, რომ მართლა დაიჯერებენ იმას, რომ იქ ზემოთ ზედა კანცელარიაში ვიღაცა მართლა ლოგიკურად ალაგებს რაღაცებს. თუმცა ბევრ ავტორიტეტში განიხიბლებიან, ასევე მოიხიბლებენ. ახალი ადამიანები მოდიან, ვიღაცები ძველი წავლენ მათ ცხოვრებაში, რაღაცა გარემოცვის ცვლაც იქნება, ფილტრაცია იქნება. ძირითადად მაინც აქაც მოდის ახალი ჰობი, ახალი ინტერესები, საერთო ახალი ინტერესები, აბსოლუტურად რადიკალურად ცვალებად იქნება ყველაფერი და აუწყეთ ფეხი ხა ტყუპებს პრინციპში უყვართ სიახლეები, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს წელი არ გაუჭირდებათ ნამდვილად. თუ კლასიკური ტყუპები ხართ. კირჩხიბი წლის პირველ ნაწილში ვურჩევდი, რაც დაგროვდა ემოციებს გასაქანი მიეცით, თორე თქვენი ორგანიზმი მიცემს ამ ემოციებს გასაქანს, ანუ ნერვოზით, მაგალითად, სხვა თუ არაფერი, მოკლედ. არაგროვოთ, ილაპარაკეთ, გახდით ემოციურად რეზისტენტული და ნუ ფიქრობთ, რომ ყველას მოსაწონი უნდა იყოთ და ვიღაცას ვაწყენინე, იმიტომ რომ კირჩხიბს ახასიათებს ემოციურად თუ მიუდგა, მე ფიქრობს, მე დანაშაული შეგრძნება აქვს, ძალიან მაღალი ლეველი აქვს დანაშაული შეგრძნების, თან თუ მით უმეტეს უთხარი, რომ შენი ბრალია. ჩაიხვევს ატრიალებს. წლის პირველ ნახევარში გირჩევთ იყოთ ემოციურად რეზისტენტული და კონცენტრაცია გააკეთეთ აქ და ახლა სიტუაციაზე. წლის მეორე ნახევარი კარგია, იმიტომ რომ ფინანსური განვითარება ელოდება. რამდენი გაიშალა ეხლა კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ ფინანსურ ბალიშზე დაიძინებს და ფინანსური ბალიში მისთვის ყველაზე მთავარი კომფორტული ბალიშია კირჩხიბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ სულ ეშინიათ მომავლის ხოლმე. ვიღაცასთან ასევე შეიძლება იყოს იქ ბავშვებთან იქნება რაღაც კარგი ამბები, პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შორის ეს წელი არის სიყვარულის. ბევრი წყვილი ჩამოყალიბდება და ძალიან ბევრი დემოგრაფიის ზრდას ველოდები, ძალიან ბევრი ბავშვები დაიბადება. შენ ახლა მსოფლიო მასშტაბით ლაპარაკობ. მსოფლიო მასშტაბით ვაბობ, მაგრამ საქართველოში თან არის გამორიცხული. ძალიან ბევრი ბავშვები დაიბადებიან წლის მეორე ნახევრიდან. ძალიან მოიმატოს უნდა შობადობა, მათ შორის დაუგეგმავა ხშირ შემთხვევაში. აბა ლომების ამბავი? ლომს რაც შეეხება, თუ გეჩვენებათ, რომ სამსახურებრივი გარემო და პროფესიული მიმართულებები შესაძლებელი გაქვს, არ გეჩვენებათ, მართლა ასეა, ნამდვილად დადგა დრო, უკვე საბოლოო ბაბანგზე წახვიდეთ. რეალურად თქვენ ცხოვრებაში იწყება პერიოდი, როდესაც თქვენი ესეთი პოტენციური დამკვეთების ბაზარი უნდა გაიზარდოს. დამკვეთი ხა უფროსიც იყოს, შეიძლება ვინც სამსახურს გაძლევს, თქვათ ახალი სამსახური, შეიძლება ეს უბრალოდ კერძო საქმიანობაც იყოს. და ასევე პლუს კიდე ლომის ნიშნით დაბადებულებთან მოდის განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან ტრიუმფატორები არიან, გაიზრდება ეგო, ლომებს ახლა ეგო ისედაც საკმაოდ სუყე აქვს, ვინ მინდა გითხრათ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ლომი არის ვით შეყვარებული იქნება ასევე მის ცხოვრებას ამოაყირავებს რაღაც ურთიერთობები, ან თვითონ ამოაყირავებს სხვას, ეგეც შესაძლოა იყოს, მაგრამ ძალიან ემოციური წელი აქვს განსაკუთრებით მეორე ნახევარი, ასევე ზოგიერთი შემთხვევაში ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი მიღწევები შვილებთან დაკავშირებით, რითიც ძალიან იამაყებენ. უფროს შვილს ეხება განსაკუთრებით, ნუ რიგით უფროს. მოკლედ. ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს წინ. ზოგადად ურჩევდი ქალწულებს ჯანმრთელობის კუთხით მიაქციონ მაქსიმალურად ყურადღება, რაც მიშვებული ქონდათ 2 წელიწად ნახევარია. რაც არ მიაქციეს ყურადღება, ეს განსაკუთრებით ეხება გეტყვით ისეთ ჯანმრთელობის თემებს, რომელიც ან იყო რთულად დიაგნოსტირებადი, ან სუფთა ცხოვრების წესიდან არის გამომდინარე, ვთქვათ რაღაც გარკვეული ცხოვრების წესი, თუნდაც მჯდომარე ცხოვრების წესი, პასიური. იმიტომ რომ შეიძლება ამ
ყველაფერმა რაღაცნაირად ფიზიკურ სხეულზეც მოახდინეს გავლენა. გარკვეულწილად. ეს გაიძულებთ, რომ შეცვალოთ ცხოვრების წესით, აკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ქალწულის შემთხვევაში ასევე სრულდება რაღაც ძალიან გაურკვეველი ურთიერთობები თუ ბიზნესში, თუ საქმიანობის კუთხით. ბევრი ქალწულის ნიშნით დავედებული ადამიანი დაფიქრდა და დაფიქრდება იმიგრაციაზე, ბევრი წავა ალბათ, ბევრი ემიგრირდება, საცხოვრებელ შეცვალეს ზოგადად და პლუს ამას ქალწულთან კიდე მოდის ახალი ტიპის ურთიერთობები, რომელიც პირველ რიგში გამორჩეულია იმით, რომ მატერიალური კუთხით იყოს შეიძლება საერთო დოვლათის შექმნის შანსი. თუმცა ასევე ჩემი მნიშვნელოვანი რჩევა ქალწულთან არის ის, რომ პასუხისმგებლობა აიღეთ მხოლოდ თქვენს ფინანსებზე და თქვენს რესურსზე. სხვა ადამიანის რესურსებთან იყავით ფრთხილად და იგივე ეხება დიდ კრედიტებს და დიდ ინვესტიციებს, იმიტომ რომ ვერ ვიტყოდი, რომ უახლოესი 2 წელი უსაფრთხოა ამ მხრივ. ამიტომ ჯობია, რომ მხოლოდ იქ გააკეთეთ ინვესტირება, თუ მაინც ასე ვთქვათ, რაღაც გრძელვადიან კრედიტებზე ვსაუბრობთ, სადაც თქვენს განვითარებაში დახარჯავთ რა ამ რესურსს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ხარჯები და შესაბამისობა ცოტა ერთმანეთთან აცთენაში იყოს და რაღაც პრობლემები შეიძლება მოიტანოს. ამიტომ კარგი იქნება ადეკვატურად თუ შეხავთ. აი, საკუთარ განვითარებაში რომ ჩადონ რესურსი, ხო? თუნდაც ამ შემთხვევაში კრედიტიც აიღოთ, მაგალითად ისწავლოს ადამიან, ძალიან მივესალმებით, კარგია. მაგრამ აი რა ვიცი, რაღაც იმპულსისთვის, გართობისთვის და ეს რაღაცეებისთვის არც უყვართ ეს ქალწულებს პრინციპში, მაგრამ ზოგადად სხვისი რესურსების თემა, აქ შეიძლება იყოს რაღაც სადაო ქონება, უძრავი ქონების თემა ბევრთან დგას სხვათა შორის და მანდაც შეიძლება იყოს რაღაც საკითხები, ამიტომ პასუხისმგებლობა აიღეთ უშუალოდ თქვენს წილ რესურსზე, ადამიანურზე და ფინანსურზეც. სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანთან სანამ სასწორზე იტყვით, შენს დაგასვენებდა თავის აპარატმა შეგვახსენა თავისი თავი. ჩვენი ერთგული სპონსორი არის მედიტა, გერმანული ყავის აპარატები, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, ცალსახად გერმანული ხარისხი უდაოდ ხარისხია და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფინჯან ყავასთან, რომელსაც ამზადებს ეს აპარატი, თან ამზადებს დისტანციურად. სასიამოვნოა ეს ყავა, ნამდვილად დასალევად, გააჩნია თან რას თუ კარგი ყავა შეყრი, უფრო გემრიელი იქნება კიდე, ხარისხიანია და ზუსტად ის არის, რაც სახში ქმნის მუდმივ კომფორტს, დისტანციურად ვსვამთ ყავას. შეგახსენებთ, რომ ასევე პოდკასტმა ასე ვთქვათ, გადაღებისათვის და ამ ეპიზოდების შექმნისათვის ადგილმდებარეობა დაიდო ძალიან კარგ მყუდრო გარემოში, ეს არის podcast point-ი, სადაც ჩვენ გვაქვს ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ ჩავწეროთ ესეთი მშვენიერი ეპიზოდები. ძალიან მადლობა, სოფია, გავაგრძელეთ. დავაგრძელოთ სასწორზე უნდა ვთქვათ. სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანთან შეიძლება საცხოვრებელი გაორდეს. შეიძლება ორ სახლში იცხოვრო. გაორება ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ცხოვრობ ორ ადგილას. გარემოებიდან გამომდინარე. ნუ ხო, სამსახური თუ რა თქმა უნდა, შეიძლება სამსახურეობრივად, შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც პარტნიორის გამო მიდიხარ, მოდიხარ ორ ქვეყანაში ცხოვრობ, მაგალითად. ზოგიერთთან ეს საცხოვრებელი შეიძლება კარგი გაგებითაც გაორდეს, მაგალითად, ქონდა ერთი, გავყიდე და ვიყიდე ორი. ესეთი ვარიანტიც შეიძლება იყოს. სასწორის ნიშნით დაბადებულებთან ასევე მოდის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რამოდენიმე ნიშანია, პრინციპში 4 ნიშანია, ვინც შეიძლება ამ წელს დაუჯახდეს და სტატუსი მიიღოს. თან ესეთი მყარი ხანგრძლივი პერიოდიანი სტატუსი ერთ-ერთი სასწორია, სხვა ერთი ვერძია. მეორე კირჩხიბია, კირჩხიბთან შეიძლება იყოს სტატუსი. მესამე სასწორია. ოღონდ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანს რაღაცა გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწევს იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. ან უნდა შეამციროს სამსახურეობრივი დატვირთვა, იმისთვის, რომ მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. ან შეიძლება ზუსტად ეს გაორებული საცხოვრებელი ითხოვდეს იმას, რომ პარტნიორი არ ცხოვრობს იქ, სადაც ვითომ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე რაღაცა გარკვეული კორექტივების შეტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოუწევს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ გამოვად, მშვენივრად გამოვად. ასევე თქვენ ცხოვრებაში დადგა პერიოდი ბოლო 9 წლის მანძილზე, რაც აშენეთ პროფესიულად, გადაიტანოთ სხვადასხვა დაყოთ, მაგალითად პროდუქტებად შეიძლება აქციოთ, მაგალითად რაღაცა კონკრეტულ სფეროში გამოცდილება მიიღო სასწორმა, 2026 წლიდან მისთვის უკვე იწყება პერიოდი, როცა შეუძლია ეს გამოცდილება უკვე გაყიდოს დანაწევრებულად და გაცილებით უფრო მეტი მატერიალური შემოსავალიც გქონდეს და თვითონაც შედარებით მეტად ეს თქვათ დაისვენოს. კოლაბორაციების დრო დგება მის ცხოვრებაში, ბევრი კოლაბორაცია იქნება, ოღონდ აქაც რაღაც გარკვეული კომპრომისით, იმიტომ რომ თქვენც მოგიწევთ იყოთ ერთი მთლიანობის ნაწილი, ოღონდ ისე რომ არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი ამ მთლიანობაში. ეს ოჯახსაც ეხება, სამსახურსაც ეხება, იმიტომ რომ აქ აუცილებლობა არის იყოს მთლიანის ნაწილი. იგივე სასწორი, იგივე ვერძიც, კირჩხიბსაც ეხება და კიდევ ერთი ნიშანია თხის რქა მივალთ იქამდე აუცილებლად. ამიტომ ეს პერსპექტივები აქვს, თან ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები სასწორს. მორიელის ნიშნით დაბადებულებს, პირველი აუცილებლად გეტყვით მოურთხილდით ჯანმრთელობას, ფსიქოსომატრულ ჯანმრთელობას, მორიელი ცოტა, როგორ გითხრათ,
ზოგი ამბობს რომ ბოღმიანია, ვერ ვიტყოდი რომ ბოღმიანია, მაგრამ კარგი მეხსიერება აქვთ. ზედმეტად კარგი მეხსიერება აქვთ ყველაფერს. და ეს მეხსიერება ჯობია დაიგნორონ თუ კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ემოციები რომელსაც ჩვენ თავში ვატრიალებთ, მათ შორის ბრაზობთ, ხო? არც არ მიდის ის ენერგია, ჩვეულებრივი და ენერგია. სხვა სამ დროს ეს არაფერს ზიანს არ მიაყენებს, რაც არ უნდა გეგონოს. არაფერს. გაბრაზებული მორიელ სახასიათებს შეუძლია წლები ახსოვდეს რაღაცა ვიღაცამ კუდზე ფეხი დააბიჯა და სულ ვამბობ ხოლმე ადამიანს ვეუბნები რომ შემთხვევით არ დააბიჯოთ კუდზე ფეხი. იმიტომ რომ ახსოვს, ყოველს ახსოვს. კარგიც ახსოვს, ოღონდ მორიელს რაც კარგია, სწორედ სიკეთესაც არ ივიწყებს, ოღონდ არც უცი ვიწყებს, არასდროს არ ივიწყებს. აქედან გამომდინარე ეს დაგროვილი ემოციები ძირითადად გადადის ჯანმრთელობაზე, სხვათა შორის გეტყვით ორგანოებს, რომელ ორგანოებზე გადადის მოუნელებელი ბრაზი. კონკრეტულად მორიელებში? ზოგადად, მაგრამ მორიელთან განსაკუთრებით. მორიელებს ყველაზე მეტად გამორჩეულად რაც სუსტი აქვს, დაბა თუ იცი რა არის შარდსასქესო სისტემა, შარდის ბუშტი პირველ რიგში. რომ შარდის ბუშტს ურტყამს ზუსტად მოუნელებელი ემოციები და ეს ძალაუფლების და კონტროლის სურვილი. პროსტატა მათ შორის. კი ბატონო. კი ბატონო. მეორე ორგანო, რომელიც ძალიან ისტრესება, ისპაზმება, ეს არის ნაღლის ბუშტი. მე არ დამაფასეს ნაღლის ბუშტი აწუხებთ ადამიანებს, ვისაც აი ცოტა როგორ გითხრათ, თავის თავი როგორც ავტორიტეტი არ ესმით სწორად რა, ანუ სვის პრიზმიდან ცდილობენ, სვის შეფასებით გრძნობენ საკუთარ თავს ავტორიტეტად. და შეიძლება მორიელიც იყოს ესეთი ადამიანი, ამიტომ დააკვირდით პირველ რიგში ჯანმრთელობას, თუმცა ეს აუცილებელი არ არის რომ ჯანმრთელობა აწუხებდეთ. მორიელის შემთხვევაში ასევე მოდის ახალი პერიოდი და ახალი ეტაპი. რომელიც უკავშირდება საცხოვრებლის ცვლას, ოჯახურ ურთიერთობებს, ასევე მორიელთან ძალიან კარგი პერიოდი რატომ დავიწყეთ ჯანმრთელობით. თუ თქვენ ბოლო პერიოდების მანძილზე ვერ იპოვეთ ან მიზეზი რატო იყავით ცუდად, ან იპოვნეთ, მაგრამ არ გქონდათ შედეგი, 2026 წელი არის იდეალური წელი იმისთვის, რომ შეცვალოთ რუტინა და ჩვევები. ჩვევების შედეგად შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა ყოველდღიური რუტინა შესაძლებელი სავარაუდოდ მორიელთან, რომ მან იგრძნოს, რომ მისი ორგანიზმი გამოჯანმრთელოს. ანუ მინიმუმ ექიმის დანიშნულება უნდა დაიცვან ესე ვთქვათ, მიყოლებით, ხო, იმიტომ რომ რუტინული უნდა იყოს მათი ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა, გარკვეულ რუტინას ექვემდებარება, რომ გამოჯანმრთელონ, ანუ თავის ესე ვთქვათ, ხელში უნდა იყოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე. და პლუს ამას კიდევ გაუმჯობესება აქვს სამსახურეობრივ სფეროში, ეს უფრო იყო შეიძლება რეინვენტარიზაცია მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება მანქანა შეიძინოს, ოცნების ავტომობილი შეიძლება შეიძინოს, ხოთა შორის შანსები და რესურსები გაუჩნდებათ. ამიტომ ესეთი პერსპექტიული წელიწადია უბრალოდ აი ეს ერთადერთი რასაც ურჩევდი ეს არის გარემო სამსახურში თუ ისინი არიან ზემდგომები, ცოტა ლოიალურები უნდა გახდნენ, იმიტომ რომ მორიელს საერთოდ უყვარს კონტროლი. ზოგადად და როგორც უფროსები საკმაოდ ანუ დათმობისკენ უნდა გადადგან ამბჭი. საკმაოდ თავისებური ხალხია. მე ვაფასებ მორიელებს საკმაოდ ავკარგიანები არიან, მე მიყვარს ავკარგიანი ხალხი, რომელსაც აქვს ხასიათი მორიელი ყოველთვის იცი, უყვარ ხარ თუ არ უყვარ ხარ. ხა ტყუპებზე შეიძლება ვერ მტკიცებით ფორმაში იცი. კი, ანუ არასდროს არ გიმალავს თავის რეალურ დამოკიდებულებას. აი, რაზეც ვერ ვიტყვი ტყუპებზე მაგალითად, ან სასწორზე ვერ გაიგო შეიძლება რეალურად რას ფიქრობს ადამიანი შენზე. იმიტომ რომ ცოტა თავისებური ლავირების მოყვარული ხალხია. არ გაწყენინებს, მაგრამ მორიელი გაწყენინებს. ნახე, ეს ტიპია. ამიტომ სამსახურეობრივად იყოს შეიძლება რაღაც რქებით და ჯეხებებით ცოტა გარემოში, თუ მით უმეტეს ზემდგომია მორიელი და ლოიალურობას ურჩევდი, უფრო მოიგებს მიდგომის კუთხით. რაც შეეხებათ ძვირფას მშვილდოსნებს. მშვილდოსნის ნიშნით დავიდებულ ადამიანს ვეტყოდეს რამე საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ვარდისფერი კოშკების შენება და ესეთი ხალხია რომ იდეალისტები არიან. აი ვერ უგეტყვით ახლა რომ ვინმეს რამეს რო პირდებიან ატყუებენ, იმ მომენტში იმ განწყობაზე რა განწყობაზეც არის მართლა აპირებს რომ შეასრულოს. თუ მე დაალაგდა ახლა ესე გარემოებები რომ რა ვიცი რაღაცა წვრილმანმა ლოჯისტიკამ ხელი შეუშალა, არ თვლი საჭიროდ რომ აგიხსნათ რატო არ გააკეთა ეს ყველაფერი. მე გირჩევთ ეს რამეს რომ თუ რამეს პირდებით ადამიანებს შეასრულეთ, თქვენ შემთხვევაშიც მოდის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ურთიერთობაში, ვიღაც შეიძლება განქორწინდეს. აი საბოლოოდ გათავისუფლდეს, შეიძლება და მეგობრებად დარჩენ და ისიც ბედნიერია და პარტნიორიც. ოღონდ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება, ასევე ვიღაც შეიძლება მოულოდნელად დაოჯახდეს თან ისეთ ადამიანზე, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად წარმოედგინა ოჯახი. და ასევე თქვენთვის მოდის ახალი ეგრეთ წოდებული გამოცდილება, რაც უკავშირდება ისევ და ისევ უცხოელებთან კომუნიკაციას, სამსახურეობრივ სფეროს, გადაადგილებებს, განსაკუთრებით კარგი პერიოდი ეს არის წლის მეორე ნახევარიდან. წლის პირველ ნახევარში ნუ ებრძვით ოჯახის წევრებს, დაალაგდით, ცოტა იბრძვიან, რაღაც მომენტები არის, იქ მოკლედ ცოტა წონასწორობას ან გაკარგვინებენ ოჯახის წევრები მათი საჭიროებები. ან თვითონ ებრძვით შეიძლება, ან განცდა გაქვთ რომ ოჯახში არ გაფასებენ და რაღაცნაირად შინაგანად დაუფასებლაზნებ თავს. თუ დაალაგებთ მათთან ურთიერთობას, რესურსი გაცილებით მეტი გექნებთ, რომ
ადამიანური რესურსის მომენტი გაიზრდება. თხის რქები არიან იმ ოთხეულში, ვინც სავარაუდოდ შექმნის ოჯახს. თხის რქები არიან იმ ოთხეულში, ვისაც ასევე მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმის კუთხით, რომ ოჯახი თუ სამსახური. აქაც როგორი პრობლემაა, იცი, ის არ არის, რომ ვერ დაალაგებენ. უბრალოდ თხის რქა არის იმდენად მაქსიმალისტი ბუნებით, რომ სამსახურია იქ ხუთოსანი უნდა იყოს, ოჯახში ხუთოსანი, ყველგან უნდა რომ მაქსიმალურად კარგი ტიპი იყოს. კი. ცოტა თუ ხელს გაუშვებთ კონტროლს, თხოვნა დელეგირებას ისწავლით, ბევრი რამე სხვანაირად დაალაგდება, აი ამას ვურჩევდი და ასევე დრო დადგა, რა დროს ძილია. დრო დადგა თქვენი ყველაზე თამამი ოცნებები, აი ეს რო, კი. ნამდვილად თხის რქასთან არის კარიერულად ახალი ეტაპი, კონკურენცია დიდია. ცვლილებები არის, ოღონდ კონკურენცია არის ძალიან დიდი ასევე თხის რქის შემთხვევაში და მანდაც საჭირო იქნება, რომ თუ შენგან რაღაც ოცნება გაქვს, არ უნდა იფიქრო ხა იმაზე, ვინ გიკრავს სტაჟს, ვინ არა. უბრალოდ უნდა გჯეროდეს და პრინციპად ეს ისეთი წელია, რომ ემოციური ხერხემალი თუ არ გაქვს, შენი ინდივიდუალური ემოციური ხერხემალი წონასწორობას დაკარგავ, იმიტომ რომ წელიწადი არის ისეთი, რომ დაეყრდენი მხოლოდ ჩენს შინაგან ემოციურ ხერხემალს, თუ გინდა რომ რამე გამოგივიდეს რა. სხვის იმედად არავინ არ უნდა იყოს ამ წელს. მარტო საკუთარი თავის იმედად. ნებისმიერ ზოდიაქს. კი, ყველას ეხება და თხის რქას განსაკუთრებით ეხება სხვათა შორის. და ასევე თვითონაც არ უნდა იყოს სხვისი ხერხემალი. თხის რქებს ახასიათებს ბევრის წამოკიდება უყვართ სხვის მაგივრად თავის თავზე. მერწყული სრულ ტრანსფორმაციას გადის, ეს წელი არის ძალიან გამორჩეული ტრანსფორმაციული კუთხით. თქვენ და გუნდი, თქვენ და კოლექტივი, თქვენი ყოფილი გუნდი და კოლექტივი, მათთან ურთიერთობაში მოგიწევთ სწორი, როგორ გითხრათ, მიდგომებიც, ლავირებაც, იმიტომ რომ რაღაცა კუდები წარსულიდან შემომოყვებოდეთ, რაც ხელს გიშლიდეთ შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყებაში. ასევე მერწყულები ასრულებენ რაღაც მომაბეზრებელ პრობლემურ ურთიერთობას თუ ფინანსურს, თუ პროფესიულს. დაახლოებით თებერვალ-მარტიდან მოყოლებული უკვე დაასრულებენ, საბოლოოდ დახურავენ. ვიღაცა შეიძლება განქორწინდეს. უფრო განქორწინებული არიან, მაგრამ აი რაღაცა ემოციური კავშირი არ არის დახურული, ან ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი. და იწყებენ ახალ ეტაპს თავის ცხოვრების. ბევრი მაგალითად ამ ახალ ეტაპს იწყებს ნათესავების დახმარებით, თქვათ, ემიგრაცია არის, რაღაც ახალი საქმის წამოწყება არის, თქვენზე ასაკით უმცროს ადამიანებთან ერთად რაღაცის დაწყების საშუალება გეძლევათ, ანუ ბევრად უკეთესი პერიოდი იქნება უკვე გაზაფხულიდან. აპრილიდან, მარტიდან მოყოლებული. და ბოლო ნიშანი ეს არის თევზები. თევზებს ვეტყვი ქამარი შემოიჭირონ, იმიტომ რომ დრო დადგა, თქვენი ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ძალიან ბევრი ცხოვრებაში დადგება საკითხი ახალი ხაზების მატერიალური გამომუშავების კუთხით. და ბევრი ადამიანი გაბედავს უკვე, რაც ამდენი ხანი ვერ გაბედა, თავის დაიწყოს უკვე რაღაც რა, თავის აკეთოს რაღაც. ზოგიერთისთვის ეს არის წელიწადი ურთიერთობის, ოღონდ ამ ურთიერთობისთვის აი მართლა ფიზიკურად რომ უნდა იშრომო, ხო გესმის? ეს რომელ თვეებში ჯდება ხა თებერვალი? თევზები არის თებერვალი, მარტი. თებერვალი-მარტი. ეს არის ზოდიაქოს ბოლო ნიშანი. თებერვალიდან რაღაც მარტის შუა რიცხვებამდე თუ? არა, თებერვალში იბადებიან თევზები, ოღონდ 20-ის შემდეგ. და მარტის 20-მდე დაახლოებით. მერე ვერძი იწყება. ანუ ეს არის ბოლო ნიშანი. და მიმდინარე წელი არის მათთვის ფასეულობათა სისტემის ცვლის აი ზუსტად აქ არის ოცნებები, ოღონდ ურთიერთობებში ბევრი შრომა უწევთ, ანუ პარტნიორისთვის, პარტნიორის გამო, მასთან ერთად, ბევრმა შეიძლება საერთოდ რაღაც ახალი დაიწყოს პარტნიორთან ერთად, აი წყვილში დაიწყოს შეიძლება რაღაც, უმეტესად ქორწინების პარტნიორთან ერთად. და თევზებთანაც სხვათა შორის არის პერიოდი ჯანმრთელობის კუთხით, ცხოვრების წესის შეცვლის კუთხით, ძალიან კარგი პერიოდია. ამიტომ 12-ვე ნიშანს ვეტყვის რაღაცას აღარ არის ძველებურად არაფერი აღარ იქნება. თუ თქვენ ცხოვრებაში გინდათ რომ ახალი რამე დაიწყოს, ძველი მეთოდებით ნუცდით რა. არაფერი ძველი მეთოდი ამ წელს უკვე აღარ იმუშავებს. იგივე ეხება სისტემებს. არანაირი სისტემა არ იმუშავებს ძველებური მეთოდით. ახალი სისტემები, ჩემის ჩემარს ეს იყავით ნოვატორები, განვითარდით, შემოუშვით თქვენ ცხოვრებაში. ნებისმიერ ეხება. ყველას ეხება. ვინც ფეხს აუწყობს ახალ რეალობას, ეხება AI-საც თუნდაც, მაგალითად თანამედროვე რაღაც ინტერნეტ ტექნოლოგიებს, ვინც მიხვდება იმას, აი ყველაზე მთავარი რაც ახლა სამყაროში რაც იწყება, ეს არ ეხება ამ წელს მხოლოდ, უბრალოდ ეს წელი გახსნის ამ ენერგიებს. ჩვენ ვართ დიდი კვანტური ნახტომის პერიოდში, სამყაროს დიდი ნახტომს გადის. აი შენ ჩაწერის დაწყებამდე თქვი, რომ ცოტა აუწყობსო ფეხსო მართალია. ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ. ეს არის ენერგეტიკული და ემოციურად მატერიალისტური სამყარო ფასს კარგავს რა, სრულიად სხვა ენერგია, სრულიად სხვა რაღაცა ხდება. საერთოდ სხვა. კი, და ეს რას გავს ნახე? ეს გავს ყველაფერი მატრიცის, ანუ ყველაფერი შედის მატრიცის პრინციპზე გადადის. ანუ როგორც კომპიუტერული თამაშია, რომ იწყებ შენ თამაშს და შენ ერთ-ერთი მოთამაშე ხარ და იქ თუ მიხვდი რომ ადამიანი ხარ, შენ ადამიანურ უნარებს ავნენ, შენ იქ ღმერთი ხარ უკვე მე ხო? ანუ ყველას ვეტყვეს დრამას ეს წელი დაგანახებთ იმას, რომ შენ ხარ ღმერთის ხატი, ადამიანი ღმერთის ხატად დაიბადა. თუ შენ არ გეშინია და თუ შენ გჯერა შენი რეალობა ისეთ იქნება, ისეთ შენ გჯერა. ძლიერიც უნდა იყო, მახიანიც უნდა იყო, პოზიტიურიც უნდა
ძლიერი, ემოციურად ძლიერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ რაღაც ემოცია ჩაიხვიოთ, იმიტომ რომ ყველაფერი გადადის მატრიცის პრინციპში. შეგეშინდა, შენს გარსემო სულ იქნება, ანუ გაბევდება მატრიცაში შევდივართ, აი ისეთ მატრიცაში შევდივართ, რომ აი ჩვენი შიშები არის საკვები მატრიცის და შენ ირჩევ ხა მატრიცის პატარა მოთამაშე ხარ თუ მონოპოლისტი. თუ მოთამაშე ხარ და მატრიცას აკვირდები. ზუსტად. კარგია, სოფია, რა ჩავცვათ დავიხუროთ თემა როგორ არის რეალობასთან კავშირში, წინა საახალწლო პერიოდში. იცი რა არის, მე აი ზოგადად ახალწელს ხტებიან და რაღაც წითელი უნდა გეცვა. მე არ განვეკუთვნები ისეთი ასტროლოგების რიცხვს, რომლისთვისაც ამას მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა განწყობას. თუ კარ განწყობაზე ხარ, თუ გინდა პიჟამით შეხვდები, მთავარია განწყობა. აი განწყობა ჩავიცვათ. რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე ამბავი ნახეთ რა, 31 დეკემბერს არასოდეს არ შემოდის ახალი წელი. 17 თებერვალს შემოდის ცხენის წელი, რეალურად. დროდ პირველ ახალმთვარეობას იწყება. როგორც წესი ყოველთვის. ანუ 17 თებერვალამდე ზუსტად ისე როგორც ზოდიაქოს ნიშნები იწყება. ანუ თუ სიმბოლურად გვინდა, მაინც იცი როგორ არის, არ ვიცი მარკეტინგული მომენტი, არ ვიცი როგორ არის წითელი, იმიტომ ეს ცეცხლოვანი ცხენია, ოღონდ გამბედავი უნდა იყოს წითელი რო ატარო. წითელი ფერი ყველას არ უყვარს და ყველა ვერ იხდენს ამ წითელ ფერს. და ძირითადად აი უნდა გაბედო, იმიტომ რომ შენ თუ წითელს იცმევ ამ წელს, ვთქვათ ახალ წელს ხდები წითლით, განაცხადს აკეთებ, მზად ვარ. ჰელიოსის ეტლი ხო ვიცით, ანუ ეს წელი არის, ეს ენერგეტიკულად, ნუმეროლოგიურად ერთიანია, მითოლოგიურად შეესაბამება ჰელიოსის მითს, რომელმაც მამას გამოართვა ვიცით ეტლი და წონასწორობა დაკარგა, იმიტომ ცეცხლოვანი ეტლი იყო ეს. შეეშინდა საბოლოოდ, ანუ ამ თავისი აღებული პასუხისგებლობა. აიღეთ პასუხისგებლობა ისეთი, რომელიც გეამაყებათ და იამაყეთ ამ პასუხისგებლობით აუცილებლად. შესანიშნავი იყავი სოფია, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, როგორც ყოველთვის. გვაქვს ერთი პატარა რუბრიკა, კი ან არა, კი თუ არა, შენ შეგიძლია პატარა გამწვევებიც გააკეთო. 6 კითხვა სულ მომზადებული. დავიწყეთ. ასტროლოგიური პროგნოზით 2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ქრონიკული დაავადებების დასამარცხებლად. ნამდვილად. კარგია, ჰოროსკოპის შედგენა ეყრდნობა მათემატიკურ გამოთვლებს. არა ყოველთვის. თუმცა გამოიყენება. გარკვეულწილად. მთვარის ფაზები გავლენას ახდენს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის მიმდინარეობას. ერთმნიშვნელოვნად. ანუ თუ პაციენტი გეგმიურ ოპერაციას გეგმავს, მთვარის ფაზებს სოფიას უნდა პატარაზე დაიკითხოს. მე ძალიან ხშირად მეკითხებია. ძალიან კარგი. მთვარე თუ იკლებს, მაგალითად, ხო, ყველგან შეიძლება ნახო, საუკეთესო პერიოდია, ყველაფერს ამოსაჭრელად რა. თუ კი რამე გინდა მოიშორო, ფანტასტიკურია, როცა მთვარის კლების ფაზა, ანუ სავსე მთვარეობიდან ახალ მთვარემდე თუ რეტრო მერკური და რამე არა, იმიტომ რომ გენიც ართულებს ზოგადად ოპერაციას, მაშინ საუკეთესო პერიოდია ყველაფრის მოსაცილებლად. და პირიქით, როცა მთვარე ივსება, რეაბილიტაციისთვის არის იდეალური პერიოდი უკვე მერე. ხელოვნურ ინტელექტს უკეთ შეუძლია ჰოროსკოპის შედგენა და პროგნოზების გაკეთება ვიდრე ასტროლოგია. ვერ შეძლებს ძალიან დიდი ხანი, სულ თუ შეძლებს. ამასთან პაციენტი მეუბნება, რომ AI-ს ვკითხე, ეს გაიკეთეო მითხრა. AI-ს ვკითხე, ეს გაიკეთეო მითხრა. AI-ს ვკითხე, მეუთხე, ახლა დაურეკე მაქშინ AI-ს თუ კიდე ისე და ბიდი და გაგიკეთოს ახლა. იგივეა, აი ჩემთანაც არის ხოლმე, რომ აი ესე ვკითხე, ანუ მედიცინაც მეცნიერებაა და შენ თუ ინდივიდუალებს არ კარგავ როგორც ექიმი და როგორც ასტროლოგი, ვერანაირი AI ვერასოდეს შენ ცოდნას ვერ აიღებს. ხარდაჭერითი საშუალებით შესანიშნავად შეგვიძლია ძალიან კარგი მსახურია. ახლა ჩემ კურსს მაგალითად ენდაუთების კუთხით ბევრ რამეში ვიყენებ, ძალიან ბევრ რამეში ვიყენებ, ფანტასტიკური მსახურია ჩემთვის, ასტროლოგისთვის. მაგრამ ჩემ ცოდნას ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს რა. თუ ახალ წელს ცხენზე ამხედრებული შევხვდებითო, ფინანსური წარმატება გარანტირებული გვაქვს. სისულელე. 2026 წელს საგრძნობლად გაიზრდება პლასტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა. მოუწევით ხრება არ ვიცი, კითხვა არის. ანუ მოდით საკუთარ თავზე ზრუნვაზე მოთხოვნის შესაძლოა. მარტო პლასტიკურ ქირურგიაზე არა. საკუთარ თავის მოვლა შეცნობა. იმპლანტების თემა იქნება ბული. ყველაფრის იმპლანტი იყოს, შეიძლება იქირაო, შეიძლება გული მაგალითად. მომავალში. ანუ ჩადგმული ორგანოები. როგორც კინოებში ანუ ამ პრინციპით თუ შევხედავთ კი, ნამდვილად. მოიმატებს რა, კი. ძალიან დიდი მადლობა სოფია. ამომწურავი იყო ყველანაირი შენი უკავშირი, რაზედაც გქონდა კითხვები, მე მგონი მაყურებელსაც კითხვები აღარ დარჩა, თუმცა შენთან საუბარი შეიძლება. კითხვების ველა. ხო, გააგრძელო და ჩაღებავდი და ჩაღმავდე. მადლობა რომ გვიყურეთ ამ წელს ჩვენს ეპიზოდებს, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს წელი დაგვითმეთ დრო და მოგყვებოდით პოდკასტის ეპიზოდებზე, სოფიას წარმატებები 2026-ში, შენ მთელ გარემოცვასთან ერთად და შევეცდებით უკეთესი და უკეთესი ეპიზოდები
შემოგთავაზოთ, რაც უკვე 2026 წელს, ასე რომ გილოცავთ ამდე გახალწელს, მრავალს დაესწარით, იყავით ჯანმრთელები და პოზიტიურები. კარგი წელი იქნება.